ამბობენ, რომ ადამიანი მარტო სულად იბადება და ასევე მარტო მიდის. ეს საკმაოდ ლამაზი პოეტური ფრაზაა, მაგრამ სინამდვილესთან მას კავშირი არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ მარტონი არ ვართ. მარტო არც ის გიგანტური ლურჯვე შაპია, რომელიც ოკეანის ტალღებს მიაპობს და არც ის ბეღურა, რომელიც ფანჯრის რაფაზე ზის და რაღაცას კენკავს. და არც ჩვენ. ჩვენ ვიბადებით თუ არა, ვიღაცებთან ერთად ვიწევს ცხოვრება. ეს ვიღაცები ზოგჯერ ჩვენზე ცხოვრობენ, ზოგჯერ კი ჩვენში. ზოგჯერ ეს თანაცხოვრება იდეალურია და ამ თანაცხოვრების გარეშე უბრალოდ ვერ ვიცოცხლებთ. და ამის კარგი მაგალითია ის, რაც აქ ყრია და ამას ცოტა ხანში გაჩვენებთ. ზოგჯერ კი ეს ჩვეულებრივი ძარცვა, ბიოლოგიური ძარცვა სხეულის გატაცებით. ალბათ გაქვთ ასეთი ფილმი ნანახი. ხშირად ერთი ორგანიზმი აიძულებს მეორეს გააკეთოს ის, რაც მას არასდროს გაუკეთებია, ან რომელი ქმედებაც მას სიკვდილსიცოცხლის ძალიან ბასრ ზღვარზე გაატარებს. მე ჩემი პროფესიული ცხოვრება წარსულის შესწავლას მიუძღვენი, მაგრამ ყველაზე საინტერესო ახლა ხდება ამ წამს, ამ მომენტში. ჩემს კანზე, ჩემს წამწამებზე, ჩემს შიგნით. დღეს ჩვენ გავანათებთ და დავათვალიერებთ ჩვენი სხეულის და სხვათა სხეულების ყველაზე იდუმალ, ბნელ და ზოგჯერ საზარელ ადგილებს. ჩვენ დავინახავთ ფანტასტიკურ არსებებს, რომლებსაც ვერც ერთი გენიალური ფანტასტი ან გენიალური მხატვარიც ვერ მოიფიქრებდა. ევოლუციას არსად ეჩქარებოდა მილიონი წლების განმავლობაში ქმნიდა იმას, რაც შექმნა და პრინციპში არ ჩვენ გვეჩქარება ჩვენ წინ ძალიან გრძელი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო, იდუმალებით სავსე, მისტიკური ელემენტებით და უფრო კი საშინელებათა ფილმის სიუჟეტებით გამდიდრებული ვიდეო გველოდება. ამიტომ კარგად მოეწყეთ. მაინც და მაინც ყავის ან რაღაც საჭმლის გვერდით დადებას არ გირჩევთ, ისეთ თემებს უნდა შევეხოთ და ეცადეთ, რომ შეადაშკი თავი არ მოიფხანოთ ხოლმე. თუმცა ეს ძალიან გაგიჭირდებათ. ტრადიციულად, რა თქმა უნდა, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლახან შემოუერთდა ჩემს არხს. მე გირჩევთ, რომ გადაათვალიეროთ ძველი ვიდეოებიც, იქ არანაკლებ საინტერესო მასალებია ვიდრე ახლებში. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა, ვისაც არ გეზარებათ და იწონებთ ვიდეოებს, წერთ კომენტარებს, აზიარებთ ამ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მე მადლიერი, უზომოდ მადლიერი ვიქნები იმ ადამიანების, რომლებსაც მცირედით თუ დიდით შეუძლიათ და აკეთებენ ამას, რომ ეხმარებიან ჩემს არხს ფინანსურად. ეს მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა ჩემი შემდეგი არხი არის ასეთი, ჩვენი მეგობრების არხია და აუცილებლად ნახეთ, მე ვიდეოს აღწერაში დავტოვებ მის ბმულს. მართლაც ძალიან სანახაობრივი და საინტერესო ვიდეო გამოვიდა. ამ შემთხვევაში მე ვარ რესპონდენტის როლში. მაშასე პარაზიტები. პარაზიტების შესახებ ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ და მაშინ მე ვთქვი, რომ პარაზიტების ამ ცხოველების, ან მცენარეების, ან სოკოების, ან ბაქტერიების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მათ მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი ცნობათა ორგანოები, საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის ორგანოები, ანუ ის ყველაფერი, რაც მათ არ სჭირდებათ და რასაც ისინი მზამზარეულად იღებენ იმ ორგანიზმებიდან, რომლებსაც მასპინძლებს უწოდებთ. ჩვენ რაღაცა ტერმინების დამახსოვრება მოგვიწევს, მაგრამ ძალიან მარტივია ხარ. სუმართ მასპინძლობა ჩვენი ცხოვრების წესია ქართველების, ასე რომ მასპინძელის დამახსოვრება რთული არ იქნება და მასპინძელს პარაზიტების შემთხვევაში უწოდებენ ისე ცოცხალ ორგანიზმს, რომელშიც პარაზიტი მრავლდება. მაგრამ ძალიან ბევრ პარაზიტს ყავს ასევე შუამავალი მასპინძელი, რომლებთანაც შეიulis ხოლმე, რომ შემდეგ ძირითად მასპინძელში მოხდეს. აი შუამავალ მასპინძელში არ ხდება გამრავლება. ეს არის განსხვავება შუამავალსა და ძირითად მასპინძელს შორის, მაგრამ ძალიან ხშირად
პარაზიტებს რამდენიმე შუამავალი მასპინძელი სჭირდებათ, რომ გამოიცვალონ, რომ საბოლოოდ ძირითადში მოხვდნენ და პარაზიტები მიუხედავად თავიანთი პრიმიტიულობისა, უაღრესი პრიმიტიულობისა, ასევე უაღრეს ფანტაზიის უნარს იჩენენ, რათა სხვის ხარჯზე ცხოვრება მათთვის საამური, ადვილი და უსაფრთხო იყოს. მათი თავგადასავალი და მათგან გამოწვეული შედეგები ზოგჯერ ისეთი ჩახლართული და ზოგჯერ იმდენად შემაშინებელია, რომ გეგონება ვიღაცის ავადმყოფურმა გონება მოიგონაო. ეს ყველაფერი კი სინამდვილეა, რომელიც ჩვენს ირგვლივ ზოგჯერ კი ჩვენზე ან ჩვენში ვითარდება. ამიტომ მათ კარგად უნდა ვიცნობდეთ, რათა დავიცვათ თავი ამ დაუპატიჟებელი მომხდურებისგან და მინიმალური ზარალი მიადგეს ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენ დღეს ვიმოგზაურებთ საოცარ სამყაროში და თქვენ ამ სამყაროს როგორც პარალელურ რეალობას ისე აღიქვამთ. აქ ყველაფერი თავდაყირაა. მხოლოდ ერთი რამისთვის არის ეს თავდაყირობა, რომ იმ ორგანიზმს, რომელმაც გადაწყვიტა სხვის ხარჯზე ცხოვრება, ისე იცხოვროს, ისე მოატყუოს ევოლუციაც, აღიაზრით და სამყაროს მიზანშეწონილობაც, რომ საერთოდ მათ არსებობაში ეჭვიც კი შეიტანოთ. ამბობენ, რომ ეშმაკის ყველაზე დიდი ეშმაკობა ის არის, რომ მან მოაჩვენოს ადამიანს თავი, რომ თითქოს არ არსებობს. ეს ასეთი გამოთქმა არსებობს და მას ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარაზიტების სამყაროში. სამყაროში, სადაც ისე ვიმეორებ, საშინელებები, მისტიკური და ფანტასმაგორიული ამბები ერთმანეთში ისეა ჩახლართული და გადახლართული, რომ ადამიანს თავგზა დაებნება. თავიდან გავერკვეთ თუ რა არის და რას ნიშნავს სიტყვა პარაზიტი. რა ცნებაა ეს და ვის ეკუთვნის იგი, ვის მიესადაგება. პარაზიტი არის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ადამიანის ჩათვლით, რომელიც ცხოვრობს ხვის ხარჯზე და ზიანს აყენებს მას. ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ადვილი დახასიათება ამ ცოცხალი ორგანიზმებისა. დღე თანდათან მოკლდება. ზამთარი ძალას იკრებს. მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულებია. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიგა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული. იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი, თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველი სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო-კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი არხის გამომწერები, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომო-კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები მრავალმილიარდიანი ევოლუციის განმავლობაში მუდმივად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. არ არსებობს არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც განყენებულად მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის ცხოვრობდეს და არ ქონდეს ურთიერთობა სხვა ცოცხალურ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ჭამთ. ზოგიერთი ბალახს ჭამს, ზოგიერთი წყალმცენარეს, ზოგიერთი თევზს, ზოგიერთი ბაყაყს და ზოგიერთიც ხორისხორცს. ანუ ჩვენ მუდმივად გვიწევს გარედან რაღაც გარკვეული ნივთიერებების მიღება და ეს ნივთიერებები ჩვენ უნდა მივიღოთ საჭვლის სახით, საკვების სახით, იქნება მცენარეული თუ ცხოველური. მაგრამ მანამდე არსებობდა, სანამ პარაზიტიზმი გაჩნდებოდა, არსებობდა და დღესაც არსებობს სიმბიოზი. სიმბიოზი, ანუ როდესაც ორი სხვადასხვა ორგანიზმი, ან 3 და 4 ერთად ბინადრობენ და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან.
ანუ სიმბიოტური კავშირები არის კავშირი, როდესაც ორი განსხვავებული აბსოლუტურად შეიძლება განსხვავებული ორგანიზმი, კლასობრივად თუ ტიპობრივად განსხვავებული ცხოვრობდეს ერთად და ეს თანაცხოვრება იყოს ორივესთვის სასარგებლო და ზოგჯერ სასიცოცხლო აუცილებელიც კი. და ასეთ სიმბიოზზე მე გითხარით რომ აი აქ ყრია მსგავსი რამ, ეს გახლავთ ბაქტერიები. ის ბაქტერიები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის აუცილებელი და რომლებიც დედის რძის პირველი ყლუპიდანვე ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში და მას შემდეგ არიან ჩვენთან ერთად. აქ არის ბაქტერიული მშრალი მასა, მასში რამდენიმე სახეობის ბაქტერია, რომელიც ჩვენი კუჭნაწლავისთვის არის აუცილებელი. აი აქ ახლა მილიარდობით ბაქტერია, რომელსაც მე წყალს დავასხამ და შემდეგ დავლევ. ეს არის ძალიან სასარგებლო ჩვენთვის, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ არ ვიკვებებით სწორად და აქედან გამომდინარე ჩვენი კუჭის ფლორა და კუჭნაწლავის ფლორა ასე ეძახიან ბაქტერიების კრებულს, რომელიც ჩვენს ორგანიზმშია, მცირდება ან გადაგვარდება და ამას ჩვენ დისბაქტერიოზს უწოდებთ. მოგეხსენება, დისბაქტერიოზი ხშირად ჩნდება ანტიბიოტიკებით კურნალობისას, ამ დროს ჩვენ ავადმყოფობის გამოწვევ ბაქტერიებთან ერთად ხოცავთ იმ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენთვის აუცილებელია. დისბაქტერიოზის დროს არის შებერილობა ძალიან ხშირად და ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს ბაქტერიები, ეს კარგი ბაქტერიები თრგუნავენ სოკოების, კერძოდ საფუარა სოკოების განვითარებას და პლუს ისეთი ბაქტერიების ზედმეტად გამრავლებას, რომლებიც ჩვენ საკვებს შლიან და შედეგად გამოყოფენ გაზებს, აი ეს გაზები, რომლებიც შემდეგ მეტეორიზმს იწვევენ და ძალიან დიდ უხერხულობას გვიქმნიან, ზოგჯერ კი საკმაოდ ძლიერი ტკივილებით გამოიხატება ხოლმე ეს. სხვადასხვა კუჭი და თვითონ ნაწლავების გარსი, რამდენიმე გარსი შრისგან შედგება. აი პირველი შრე, რომელიც კონტაქტირებს საკვებთან, ფაქტიურად უგრძნობია, მასში არ არის ნერვული უჯრედები, მაგრამ საკმარისია ჩვენი კუჭი ან ნაწლავები გაიბეროს აი ამ გაზებისგან, აი ჩვენ უკვე გვეწყება დისკომფორტი, მოკუნთულები დავდივართ, ტკივა და რაღაცა ის მომიზანებს და რაღაცა წამლებს სვამს, რომლებიც როგორც წესი ადამიანს არ შველის და ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ ესეთი ბაქტერიული მასები მივიღოთ ხოლმე, რომ ნელ-ნელა აღვადგინოთ პირველი სიმბიოტები დედამიწის ზურგზე, როგორც ვარაუდობენ, გაჩნდნენ დაახლოებით 500-600 მილიონი წლის წინ, მაშინ, როდესაც სიცოცხლემ ოკეანის დატოვება და ხმელეთზე ამოსვლა გადაწყვიტა და პირველი პიონერები ამ საქმის გახდნენ მღიერები. მღიერები, რომლებსაც ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე ისეთ ადგილებში, სადაც სუფთა ჰაერია, ინდიკატორები არიან სუფთა ჰაერის, ანუ სადაც მღიერია, იქ არის სუფთა ჰაერი. მღიერი გახლავთ წყალმცენარისა და სოკოსგან შექმნილი ორგანიზმი. ძალიან საინტერესო ორგანიზმები არიან, იმიტომ რომ სოკო და წყალმცენარე აბსოლუტურად სხვადასხვა სამეფოებს ეკუთვნიან, მაგრამ რაღაც მომენტში მათ გადაწყვიტეს კოოპერირება, შექმნეს აი ესეთი ძალიან უცნაური ორგანიზმები, რომლებიც ჩვენ გვხვდება ხეებზე, სახლის კედლებზე, თუ ეს სახლი სადღაც სოფელშია, ქვებზე. ალბათ ალპინისტები დამეთანხმებიან, რომ ყველაზე ბოლო ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ისინი როცა თაში მიდიან, ხედავენ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში, ეს არის ლაქები, ფერადი ლაქები, რომლებიც ქვებზეა ხოლმე. მათ გააჩნიათ სხვადასხვა ფორმები, ზოგჯერ ძალიან უცნაური, სხვადასხვა ფერად არიან შეღებილები და ფაქტიურად უკვე ცალკე ორგანიზმებად შეიძლება განვიხილოთ ისინი. რაში გამოიხატება მათი სიმბიოტური დამოკიდებულება ერთმანეთთან. იმაში, რომ მოგეხსენება წყალმცენარეების ქლოროფილის შემცველი ორგანიზმები არიან, ქლოროფილისგან კი მზის და წყლის და ნახშირორჟანგის შედეგად წარმოიქმნება რთული შაქრები, რომლებსაც სოკო და წყალმცენარე იყენებენ საკვებად,
ხოლო იმ შემთხვევაში თუმზე არ არის და წვიმებია, ამ შემთხვევაში სოკო ქმნის უკვე საკვებნივთიერებებს და აწვდის წყალმცენარეს. ეს ესეთი ურთიერთდახმარების ძალიან კარგი მაგალითია. პარალელურად სოკოებს აქვთ საკმაოდ ძლიერი ქიმიური ნივთიერებები, რომლის საშუალებითაც ისინი შლიან კლდეს ან ქვას, რომელზეც ისინი სახლობენ, პირდაპირ მნიშვნელობით ქვას ჭამენ და ქმნიან ნიადაგის ფენას, რომელზეც შემდეგ უკვე სხვა უფრო მაღალი კლასიფიკაციურად უფრო მაღალი დონის მცენარეები სახლდებიან და ნელ-ნელა უკვე იქნება ნიადაგი, ნამდვილი ნიადაგი, რომელზეც შეიძლება უკვე განვითარდეს უმაღლესი მცენარეები. ანუ პიონერები ყველგან არიან ღიერები და ღიერები არიან ასეთები, იმიტომ რომ ისინი კარგ ურთიერთობაში არიან სოკოები და წყალმცენარეები ერთმანეთთან. სიმბიოზზე კიდევ უნდა გავჩერდეთ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, იმიტომ რომ საინტერესო მაგალითებია ესენი ძალიან. აი მაგალითად კიბო ჩხალა, რომელიც ზღვის ფსკერზე ცხოვრობს, ნაპირიდან არც თუ ისე შორს და რომელიც აი როგორც დაქოქილი ბულდოზერი 24 საათის განმავლობაში თხრის სოროს. მოგეხსენებათ ახლა წყალში სოროს გათხრა არც ისე ადვილია, როდესაც ქვიშასთან გაქვს საქმე და როდესაც მუდმივად მიქცევა და ტალღები ეცემა, ანუ მუდმივად ეს სორო ივსება, რა თქმა უნდა, ქვიშით. ერთი ძალიან საინტერესო მომენტია ამ კიბორჩხალას, რომ მას მხედველობა არ აქვს. აი რატო დაკარგა რა მომენტში დააკარგინა ჭალებში, რა თქმა უნდა, ევოლუცია მას მხედველობა რა პონტში დააკარგინა, აი რატო მაგალითად მის გვერდით უამრავი კიბორჩხალა ცხოვრობს, რომელსაც მხედველობა კი არა, ზოგიერთი ისეთ სხივებს ხედავს, რომელსაც ჩვენ სპეციალური ხელსაწყოებით ხედავთ, ხოლო და ამას კიდე წაართვა თვალის ჩინი. რა თქმა უნდა, ასეთი პატარა ზომის და თან-ბრმა კიბორჩხალა ძალიან ადვილი მოსაპოვებელი იქნებოდა ნებისმიერი მტაცებლისთვის, მაგრამ მას ყავს მეგობარი. აბსოლუტურად სხვა ჯგუფიდან ცხოველების, ხერხემლიანებიდან, კერძოდ თევზებიდან, ეს არის პატარა ზომის ღორჯო, რომელიც ასევე ძალიან დაუცველია. ერთადერთი მას აქვს ძალიან კარგი მხედველობა. დიდი თვალები აქვს, ფულსავით, თითქმის 160 გრადუსით შეუძლია დაინახოს თუ რა ხდება მიზურ. კრევეტი თხრის და თხრის, აკეთებს ამ ორმოს, ხოლო ღორჯო ზის ამ სოროს წინ და ზოერავს გარემოს. საკმარისია მან დაინახოს საშიშროება, რომ კუდის მოქნევით იგი შეატყობინებს ჯერ კრევეტს, რომ დაიმალეო, ისიც იმალება სოროში და ღორჯოც ამ სოროში მიძრება. თვალის დახამხამებას ვერ ასრებთ ისე. კარგი თქვა, ღორჯოს ეს სორო შირდება, მაგრამ იმ კრევეტს რა, ხვდებით ხო? კრევეტი ღორჯოს იყენებს როგორც მოდარაჯე ძალს. და პარალელურად იგი იკვებება ღორჯოს ექსკრემენტებით, კაკაშკებით. კიდევ უფრო დახვეწილი სიმბიოზური და სიმბიოტური ურთიერთობები არსებობს არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილ ცხოველებსა და ბაქტერიებს შორის. ეს ცხოველები გახლავთ ეგრეთ წოდებული თევზი მიანკესეები. მიანკესეების აი უმრავლესობა თქვენ რომ ნახოთ ხელოვნური ინტელექტის ანუ ზღვავი რაღაც ავადმყოფური ფანტაზიის მქონე ადამიანის მიერ შექმნილი და დახატული გეგონებად იმდენად უცნაური გარეგნობა აქვთ მათ. ძალიან ხშირად მათ აქვთ პატარა ზომის ტანი და გიგანტური თავი უზარმაზარი კბილებით. ნემსისებური კბილებით. ძალიან ბევრი მოდიფიკაცია არსებობს ამ თევზების და როგორც წესი ისინი ცხოვრობენ რატო თქმი გვიან აღმოაჩინეს თქმი, რომ დიდ სიღრმეებზე ცხოვრობენ. იქ სადაც კოლოსალური წნევა, იქ სადაც ძალიან დაბალი ტემპერატურებია, იქ სადაც მუდმივი სიბნელეა. და რატომ ქვიათ ამ თევზებს მიანკესეები? იმიტომ რომ მათ თითქმის 95%-ს აქვს ზურგზე ან მუცლიდან განვითარებული ესეთი წვრილი თითქოს ანკესი, რომლის ბოლოშიც არის პატარა ბურთულა. და ეს ბურთულა ანათებს. ანათებს რის ხარჯზე? ხა ბატარეები იმას არ უდგას, ხო და არც პაუერბანკები არ დააქვს თან. არსებობს წყალში არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ლუმინისცირებენ, ანუ ანათებენ. და სწორედ ამ ბაქტერიებს იზიდავს სპეციალური ფერმენტების საშუალებით მიანკესე. ბაქტერიები სხდებიან მის აი ბურთულაში
თანდათან მრავლდებიან საკმაოდ სწრაფად და როდესაც გარკვეულ რაოდენობას მიაღწევენ, იწყებენ ძალიან მკვეთრად ნათებას. სრულ სიბნელეში ასეთი ნატურა დაახლოებით იგივეა, ეს სოფელში ყოფილხართ ყველა, ალბათ აგინთია ცანთელი ან ლამპა ან ჩვეულებრივი ნატურა და იცით რამდენი მწერი მოდის იქ უზარმაზარი კოლექციების შეგროვება შეგიძლიათ და ასეც აგროვებენ სხვათა შორის დიდ ზეწარს გაკიდებენ ხოლმე მასზე მიანათებენ ძლიერად პროჟექტორს და იმ სიბნელეში სინათლეზე მწერები გროვდებიან. იგივე ხდება თევზაობის დროსაც. ძალიან ხშირად ბევრი თევზი მოდის სიბნელეში თუ დაანათებს ზემოდან ფანრით, ძლიერი ფანრით, აი იქ იკრიბებიან ხოლმე. და ამ მეთოდს ხმარობს მიანკეციც. ანუ იგი ამ ანკეს პირთან ახლოს აქანავებს, აი მანათობელ ბურთულას, მასთან გროვდებიან თევზები, აინტერესებთ რა ხდება, სინათლის დანახვა უხარიათ, ხოლო მიანკეცს მოძრაობაც კი არ სჭირდება. მას იმხელა პირი აქვს, რომ უბრალოდ პირის გაღების მომენტში შიგნით წყალი შეიწოვება თავისით და ამ თევზებსაც შიგნით შეიტანს. ძალიან უცნაური თევზია, როგორც გითხარით, კიდევ ერთი რამით, იმით რომ იგი როდესაც დანაყრდება, თიშავს ამ ნატურას. თიშავს როგორ? უბრალოდ მოუჭერს და რაღაც ნაწილ ბაქტერიებისას გამოყრის იქედან. როდესაც ბაქტერიების რაოდენობა უკვე აღარ შეესაბამება იმას, რომ უნდა ენტოს, როგორც ვთქვათ, აი პაუერბანკი დაგვიჯდა, ხო? აი დაახლოებით ასე სვამს, ოღონდ ხელოვნურად სვამს ამ პაუერბანკს. ანუ იცილებს უბრალოდ ზედმეტ ბაქტერიებს და ბაქტერიებიც, დარჩენილი ბაქტერიებიც წყვეტენ ნათებას. აი ესეთი უცნაური რამ არის, ანუ სანამ ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიგონებდით მილიონი წლებით ადრე ამ ცხოველმა გამოიგონა. ევოლუციამ გააკეთებინა, რა თქმა უნდა. ვიღაცა ჩათვლის რო არა. ვიღაცამ გააკეთებინა, თქვენი ნება. ეს არის სიმბიოზი. და აქ ერთი კიდევ ძალიან საინტერესო რამ უნდა მოგიყვეთ ამ თევზებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ჩვენს თემასთან არის კავშირში. მეცნიერებმა როდესაც ეს თევზები აღმოაჩინეს, ამ თევზების ჯგუფი, გავკვირვებულები იყვნენ იმით, რომ რამდენიც არ დაიჭირეს და საკმაოდ ბევრს იჭერდნენ და ბევრი სახეობა აღწერილი, ყველა თევზი აღმოჩნდა დედრობითი სქესის. ეს ესე იგი რას ნიშნავს, რომ მამრი არ ყავდათ ამ თევზებს, ხო? მაგრამ როდესაც ძალიან კარგად შეისწავლეს, ისინი აღმოჩნდა, რომ მამრი ყავს კი არა, იქვეა. ყველას თან ახლდა მამრი, უბრალოდ იგი არ ჩანდა. აი მაგალითად თევზის ზომა არის 1 მეტრი, მამრის ზომა არის 1 სანტიმეტრი, მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი. სად არის ეს მამრი? მამრი არის დაახლოებით იქ განლაგებული, სადაც დედრის სასქესო ჯირკვლებია. მამრი არის ფაქტიურად პარაზიტი, იმიტომ რომ იგი არის შერჭობილი დედრის კანში, მას გადაგვარებული აქვს საკვების მომნელებელი სისტემა, სუნთქვის სისტემა, ყველაფერი აბსოლუტურად და მდედრიდან იღებს, თითქოს მდედრის ორგანიზმი ხდება. მდედრიდან იღებს ჟანგბადსაც, საკვებსაც და პერიოდულად, როცა მდედრს მოუნდება, იგი გამოყოფს თავის სპერმას, ანაყოფიერებს ქვირითს, რომელსაც მდედრი ყრის. მიცოცხლე ცხოვრება საამურია, ჭამის მეც და სექსის მეც ეს რაღაც პატარა არსება არაფერს აკეთებს, მაგრამ ზიანს არ აყენებს მდედრს, იგი პირიქით ახალი შთამომავლობის წარმოქმნას ემსახურება, ხო? მაინც ასეა თუ ისე მას სარგებლობა მოაქვს. ჩინჩლავს. და აქვე უნდა დავამატო, რომ ზოგიერთი მეანკესე იმდენად ღორმცელაა, რომ 2-3ჯერ უფრო დიდ მსხვერპლს გადაყლაპავს ხოლმე, ვიდრე თვითონ არის და ამ დროს მათ მუცლები ებერებათ და იმდენად გამჭვირვალე ხდება იმ გადაბერილი მუცელი, რომ ის მსხვერპლი, რომელიც მათ გადაყლაპეს, კარგად ჩანს. ასეთი მონსტრებიც არსებობენ ბუნებაში. ჰავაის კუნძულებთან ცხოვრობს ძალიან საინტერესო კალმარი, რომელიც მხოლოდ ღამობით გამოდის სანადიროდ, იგი ნადირობს. ეს თავფეხიანი მოლუსკია მოგეხსენებათ, რომელიც რეაქტიული ძალით გადაადგილდება და იგი ნადირობს მცირე ზომის თევზებზე. თვითონაც არ არის დიდი ზომის. რა თქმა უნდა, ღამით და დღისით არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი ზომის ცხოველები დაუცველები არიან აბსოლუტურად და განსაკუთრებით კი ღამით, რატომ? იმიტომ რომ როდესაც მთვარე ანათებს, კალმარი დაცურავს წყლის ზედაპირთან ახლოს, იგი მტაცებლისთვის ჩანს როგორც ჩრდილი.
რა მოიფიქრა ევოლუციამ ამ კალმარის გადასარჩენად. ისევე როგორც მანათობელ თევზებს, კალმარს აქვს სპეციალური, ოღონდ აქ უკვე დიდი ზომის ჩანთაა, თითქმის რომელიც თელს გაყოლებაზე, მისი სხეულის თელ გაყოლებაზეა და ამ ჩანთაში, რომელსაც გამჭვირვალე კედლები აქვს, აგროვებს ბაქტერიებს. ბაქტერიები მასზე სახლდებიან, იწყებენ ნათებას. და საინტერესო ის არის, რომ კალმარს შეუძლია ისეთნაირად მართოს ბაქტერიების ქცევა, რომ ზუსტად ისეთივე ნათება გამოიწვიონ მათ, როგორცაც მთვარე წარმოქმნის. მოგეხსენებათ, მთვარე ყოველთვის სავსე არ არის, ყოველთვის ერთნაირი და ერთი სიმძლავრის ნათება არ აქვს და ამიტომ კალმარს სჭირდება ზუსტად დაამთხვიოს მთვარის მიერ გამოცემული შუქი მის მიერ გამოცემულ შუქს. რა თქმა უნდა, ამას ალბათ უკვე ზედმეტი ამაზე საუბარი, რომ კალმარები უმთვარო ღამეში უბრალოდ არ გამოდიან სანადიროდ და იმ დღეს მშივრები რჩებიან. არსებობენ ასეთი თევზები, მურენები, მათ ასე ქვიათ, ხმელთაშუა ზღვაშიც არიან. ეს საკმაოდ დიდი ზომის მტაცებელი თევზია, რომელიც თევზს იმდენად არ გავს, რამდენადაც უფრო გველსა და ხვლიკს შორის უფრო არის მსგავსება ვიდრე თევზთან. მურენას იმდენად ძლიერი ყბები აქვს, რომ მას შეუძლია ადამიანს თითი მოაწყვიტოს კიდეც და ეხლა წარმოგიდგენიათ, რას უზამს იმ პატარა თევზებს, რომლებიც მუდმივად აი მარჯნის რიფებში ცხოვრობენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ თევზს აქვს უნარი ისე მონუსხოს მურენა, რომ მის სტომატოლოგად დაიწყოს მუშაობა. მურენა, როგორც გითხარით, ძალიან ხორმუცელაა, იგი მუდმივად რაღაცას ჭამს და მას აი ამ კბილებში რჩება ხოლმე საჭმლის ნარჩენები, რომლებიც თუ იხსნება და წყალში, თბილ წყალში, რა თქმა უნდა, ეს ხრწნა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, მურენას ეწყება ბრძილების ანთება, ამიტომ იგი დიდი სიამოვნებით პირს უღებს ხოლმე სხვადასხვა თევზებს, რომლებიც მიძვრებიან მის პირში, ამოჭამენ ნარჩენებს და აი ეს მწმენდავები, ეს თევზები ხშირად არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ატკენენ კიდეც პირის ღრუს, თქვათ, იქ გრძილს ან ენას, მურენას და ამ დროს მურენა პირს კი არ მუწოვს, არამედ თავს გაიქნევს ხოლმე. ანუ იმასაც არ აკადრებს ამ თევზებს, რომ შეჭამოს ან რაღაცა დაუზიანოს. ასეთი დელიკატურად ექცევა, მოკლედ ძალიან საინტერესო ურთიერთობები აქვთ მათ ერთმანეთთან. აფრიკა ულამაზესი, უსაინტერესოესი კონტინენტი, კაცობრიობის აკვანი, ცხელი სავანა და აქ ძალიან უცნაური სახეობის აკაცია ცხოვრობს. იზრდება უпроსტად, ხარობს. თუ შეიძლება ამ ადგილებში გაიხაროს ვინმე. წყალი აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა და მისი თითეული წვეთი ოქროს ფასი ღირს. აკაციამ სტრატეგიული კავშირის შექმნა ჭიანჭველებთან. ჭიანჭველების გარკვეული სახეობა, რომლებსაც საკმაოდ მტკივნეული ნაკბენი აქვთ, მათ აქვთ ნესტრები და მოგეხსენებათ ჭიანჭველები კრაზანების და ფუტკრების უახლოესი ნათესავები არიან, ერთ რიგში შედიან, ისე ფრიფანაფრთიანების რიგში და ძალიან ბევრ სახეობას ჭიანჭველებისას აქვს ისევე როგორც კრაზანებს ნესტარი და უძლიერესი შხამი, მაგალითად არსებობს ასეთი ჭიანჭველა ტყვია, მის შესახებ მე აი ძალიან საინტერესო ვიდეოში გიამბეთ და არა მხოლოდ მის შესახებ. ეს ტყვია ისე იკმინება, თქვათ, ადამიანს ისე კბენს თავისი ნესტრით, რომ ადამიანი შეიძლება ტკივილის შოკით გარდაიცვალოს. ეს არის უძლიერესი შხამის მქონე ჭიანჭველა. და დაახლოებით ასეთივე ძლიერი შხამის მქონე ჭიანჭველებს აძლევს აკაცია საკვებს და თავშესაფარს. მისი ტოტები არის ღრუ, სადაც ჭიანჭველებს შეუძლიათ თავი შეაფარონ და აი ყლორტებთან იგი გამოყოფს სპეციალურ სითხეს, რომელიც არის მდიდარი შაქრებით. შაქარი მოგეხსენებათ ჭიანჭველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კალორიული და საყვარელი საკვებია. და სხვა შორის ეს შაქარი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომ ერთხელ თუ გასინჯა ჭიანჭველამ უკვე სხვა შაქრებზე, სხვა შემადგენლობის შაქრებზე მას გული აღარ მისდის. ანუ ფაქტიურად აკაცია სვამს თავის ქიმიურ ნივთიერებებზე ჭიანჭველებს. მაგრამ ჭიანჭველები ბედნიერები არიან, მათ აქვთ სახლიც, მათ აქვთ საკვებიც და რაში გამოიხატება მათი დახმარება აკაციისადმი. აკაციას მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ეკლები აქვს, მაგრამ ჟირაფების ენა ისეთნაირად არის და სხვა შორის აქლემებისაც. ისეთნაირად არის მოწყობილი, რომ მათთვის აი ეს
დანებივით გრძელი და ბასრი ეკლები მათი ენისთვის არაფერს წარმოადგენს, იმდენად გახევებული ენა აქვთ, ეკალია, მაგრამ ჭიანჭველის ნაკვენი უკვე ცოტა ზედმეტია. საკმარისია ენა მოხვიოს ჟირაფმა ამ ეკლიან ტოტს, რომ მომენტალურად მის პირში რამდენიმე ათეული თუ არა ასეული ჭიანჭველა ხდება და ეს ჭიანჭველები სასაზე, ენაზე, ღრძილებზე, ზოგიერთი ყელშიც გადადის, უწყებენ ჟირაფს კვენას. რა თქმა უნდა, ჟირაფი ცილდება ამ ხეს, რა დროს ჭამაა, როცა პირი აქვს გამობუგული და მეორეჯერ იგი 100-ჯერ დაფიქრდება, სანამ კვლავ მიადგება ასეთ ხეს. პარალელურად ჭიანჭველები აკეთებენ კიდევ ერთ ძალიან კარგ საქმეს. აკაციისთვის ისინი დაახლოებით 20-30 მეტრის რადიუსში აკაციიდან, სადაც აკაცია დგას, ამ რადიუსში სპობენ ყველანაირ ბალახს, ყველანაირ მცენარეს, არც ერთს არ აძლევენ ამოსვლის საშუალებას და ეს რას ნიშნავს, რომ ამ მცენარეების ფესვები ვეღარ წაართმევენ აკაციას წყალს, რომელიც, როგორც გითხარით, საოცარ დეფიციტშია ამ ადგილებში. შავ ზღვაში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ და ნიჟარაში დამალული კიბორჩხალები არსებობს, რომლებსაც განდეგილებს ეძახიან. დიოგენიდების ჯგუფია ესა. დიოგენე მოგეხსენებათ ველბერძენი ფილოსოფოსი იყო, რომელიც კასრში ცხოვრობდა მარტო. აი დაახლოებით ასევე ეს განდეგილები ასე ცხოვრობენ მოლუსკების მიერ მიტოვებულ ნიჟარებში. ეს ხო დაცვაა. მას ძალიან რბილი მუცელი აქვს. რო ამოიყვანოთ თქვენ აი ნიჟარიდან ნახავთ, რომ მისი მუცელი არის დაუცველი აბსოლუტურად, ეს ხელს რომ მოკიდებთ რბილია. რატომ გააკეთა ეს ევოლუციამ, არავინ იცის, იმიტომ რომ სხვა კიბოსნაირები კარგა, მაგარი, კალცინირებული ჯავშნით არიან დაფარულები. ნუ კარგი, გააკეთა. რამდენიმე ათეული თუ ასეული სახეობა არსებობს ამ კიბორჩხალების და არის დიდი ზომისაც, არის პატარა ზომისაც, ჩვენში შავ ზღვაში პატარებია ძირითადად. ამას არ დაყაბულდა, შეიძლება ითქვას, ჩვენი კიბო განდეგილი ასეთ დაცვას და მან ერთ ძალიან უცნაურ ორგანიზმთან შეკრა კავშირი. ეს გახლავთ ანემონა. ანემონები მე სხვაშორის მინახავს მხოლოდ აზოვის ზღვაში. აქეთ ხარის მართალი გითხრათ არ მინახავს. ახლაც არ გადამიმოწმებია, ბოდიშს გიხდით, არის თუ არა ჩვენ სანაპიროზე. მაგრამ ეს ანემონები გახლავთ ისევე როგორც მოგეხსენებათ ანემონა ბაღის ყვავილი, საკმაოდ ლამაზი, მაგრამ აი ესეთივე ყვავილის ფორმა აქვს აი ამ ცხოველს. ცხოველს, რომელიც უფრო ჰიდრების სკოლაში გისწავლიათ ჰიდრა, ხო? და ანაკუცებთ და ყველა ნაკუციდან ახალი ჰიდრა წარმოიქმნება. მედუზების ახლო ნათესავია და ისევე როგორც ჰიდრას და მედუზას, მისი აი საცეცები დაფარული არის სუსხავი უჯრედებით. საკმარისია მას რამე გაეკაროს, რომ იგი ამ უჯრედებს გამოტყორცნის და როგორც ჭინჭარი ისე სუსხავს ადამიანს. თუ ეხა დიდი ანემონაა, შეიძლება იმდენი შხამი შეუშვას ორგანიზმში, რომ ადამიანი ცუდათაც გახდეს, მაგრამ ჩვენი შავი ზღვის ანემონები ასეთები არ არიან. მაგრამ ისინი საკმარისი არიან იმისათვის, რომ კიბორჩხალა დაიცვან მტრებისგან. ამიტომ კიბორჩხალა პოულობს ასეთ ანემონას, შემდეგ თავისი მარწუხების საშუალებით დაისვამს ნიჟარაზე და უკვე ეს ორი ცხოველი ერთად მოძრაობს. ანემონას რა შეაწყობს ასეთი სიმბიოზი? იმაში, რომ იგი საკვებს აქტიურად ვერ მოიპოვებს, ანუ ის საკვებს არ დასდევს. იგი არის მუდმივად ერთ ადგილას და აი საცეცებში რაც მოხდება, იმას ყლაპავს. ამ შემთხვევაში, როდესაც იგი გადაადგილდება კიბორჩხალასთან ერთად, აი წამოსკოპულია აი ნიჟარაზე, რა თქმა უნდა, მას მეტი შანსი აქვს, რომ წყალი გაფილტროს და ამ ფილტრატში უпроსორად მოყვეს საკვები ნივთიერებები. კანადის ტყეებში სხვადასხვა ახლახან გადავაწყდი ამ იმას და მინდა უბრალოდ მოგიყვეთ ესეც პრინციპში სიმბიოზის ერთ-ერთი გამოვლინება კანადის ტყეებში ბოლო წლებში დაფიქსირდა ძალიან საინტერესო მოვლენა. ყვავები მოგეხსენებათ დრონები არიან, რომლებიც მუდმივად ზვერავენ გარემოს, იმიტომ რომ იქნებ ლეშს გადააწყდნენ, იქნებ რაღაც საკვებს გადააწყდნენ და სწორედ ამ ფრენის და ამ დაზვერვის დროს ისინი თუ იპოვიან და ინახავენ, თქვათ, ხარირმის ან ირემის ლეშს, დააფრინდებიან მასზე და თუ ნახავენ, რომ იგი არ არის დაზიანებული, არ აქვს მას კანი და კანს კი ისინი თავიანთი ნისკარტით მიუხედავად იმისა, საკმაოდ ძლიერი ნისკარტებია, ვერ ხრეტენ, მოგეხსენებათ ჩილოეთის ირმები და ხარირმები და ასე შემდეგ ეს ცხოველები დაფარული არიან ჯერთი სქელი ბალნით და მერე საკმაოდ სქელი ტყავი აქვს, რომლის ქვეშ კიდე სქელი ცხიმის ფენა აქვს. ამიტომ მათ რაღაცნაირად ჭირდებათ, რომ ხორცამდე მივიდნენ.
რა მოიგონეს ამისთვის. გენიალური ცხოველია, ძალიან დიდ პატივს მეყავს ზოგადად ყორნისებრებს, როგორც არის თქვა კაჭკაჭი, ჩხიკვი, ჭილყვავი, ჭკა და ასე შემდეგ და განსაკუთრებით ყვავები და ყორნები. იწყებენ ფრენას, კვლავ ზვერავენ გარემოს, პოულობენ გლების ჯგუფს და მათ ჩხავილით ასწავლიან თუ საით წავიდნენ რომ იპოვონ გლეში. გლებმაც ისწავლეს ერთ ძალიან საინტერესო რამ, რომ პატივი სცენ ყვავებს, რომლებმაც საკვებამდე მიიყვანეს, ერთ-ერთ ადგილს კარგად გამოგლიჯავენ და ყვავებს უთმობენ იმ ადგილს. თვითონ კი სხვა ნაწილების ჭამას იწყებენ. ეს ფაქტიურად, ახლა არის აღმოჩენილი, მაგრამ ჩამოყალიბებითაც ეს ურთიერთობა ჩამოყალიბებული არის მაქსიმუმ 300-400 წელია. რატომ? იმიტომ რომ ყვავები სანამ ადამიანი არ ჩავიდა კანადაში, უბრალოდ არ იყვნენ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა, ანუ იმდენად ჭკვიანია ყვავი, რომ აი ძალიან სწრაფად მან ეს მეთოდი აითვისა და შემდეგ რა თქმა უნდა ყვავებს აქვთ და ზოგადად ინტელექტით დახუნძლულ ცხოველებს აქვთ უნარი თავიანთი გამოცდილების გადაცემისა შთამომავლობისთვის. ყვავები პატარაობიდანვე ლეკვებთან ერთად თამაშობენ ხოლმე. ამ ბოლო დროს. ანუ ლეკვები ფაქტიურად ეჩვევიან ყვავებთან ერთად თანაცხოვრებას და ეს თითქოს ესეთი შეიკრა კარგი ჯგუფი, რომელიც ძალიან ეფექტურად ართმევს თავის გადარჩენას. თავის გადარჩენა კი კანადის ტყეებში იმ პირობებში, სიცივეში და როცა ნახევარი წელი თოვლით არის დაფარული ყველაფერი, ამ შემთხვევაში ასეთი თანაცხოვრება რა თქმა უნდა საოცრად სასარგებლოა ორივე ცხოველისთვის. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცხოველის შესახებ უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ფრინველის შესახებ, ეს გახლავთ მეტაფლია. ზუსტად ისე იქცევა როგორც ჩვენში გუგული. მის ძირითად საკვებს წარმოადგენს ფუტკრის, გარეული ფუტკრის ლარვები და ჭუპრები. მაგრამ იქ მიკარება მისთვის რთულია, იმიტომ რომ ფუტკრები და აფრიკული ფუტკრები განსაკუთრებით ძალიან აგრესიულები არიან და მათ შეუძლიათ რამდენიმე ნაკბენით ეს პატარა ფრინველი მოკლან. ამიტომ რაკნას შეერი ხო არ მოკვდება. აფრიკაში ცხოვრობს ერთი ძალიან საინტერესო ცხოველი, რომელიც სუმეცინება ხოლმე რომ უყურებ ჯერთ, იმიტომ რომ ერთ-ერთ ფილმში თამაშობს იგი და აუცილებლად ნახეთ თუ არ გაქვთ ნანახი, ეს არის ღმერთები მგონი შეიშალენ, ასე ქვია ამ ფილმს, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია გადაღებული და ერთ-ერთ სიუჟეტში მონაწილეობს სწორედ თაფლის ჭამელი მაჩვი, ასე ეძახიან მას, რომელიც ძალიან უცნაური ფორმა აქვს ამ ცხოველს, თითქოს სხვადასხვა ცხოველებისგან არის აწყობილიო, ეს სიარულის რაღაც უცნაური აქვს, მაგრამ ერთი კი აქვს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს ფუტკრის ნაკბენი, გინდა ფუტკარს უკბენია და გინდა ბუზი დაждდომია ზედ. ანუ აბსოლუტური ჯერთი შხამი არ მოქმედებს მასზე და მოგეხსენებათ ახლა ბევრი ფუტკარი, როდესაც უკბენს ადამიანს, ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც იმდენი შხამი შევა მასში. ალერგიულებზე აღარ ვსაუბრობ. და ამას კი მილიონმა ფუტკარმა რო უგვინოს, არაფერი არ ემართება. არც ტკივა. და ეს ფრინველი ამ მაჩვს ატყობინებს, რომ აი ამ ადგილას მან იპოვა ფუტკრების სკა. გარეული ფუტკრების ეს ბუდე უბრალოდ. მიდის ეს ჩვენი მაჩვი, თავისი ძლიერი თათებით და ყბებით ანგრევს ამ ბუდეს, თვითონ ჭამს თაფლს, ხოლო იმ ნაწილს ფიჭისა, რომელშიც ლარვები და მატლები არის ფუტკრების, იმას უტოვებს თაფლიჭამიას. ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ ამ ფრინველებმა ამ ბოლო დროს ადამიანებთანაც დაიწყეს ურთიერთობა. ანუ ისინი ადამიანსაც ატყობინებენ, რომ იქ თაფლი შეიძლება იყოს. ადამიანიც მეტნაკლებად იცავს თავს, მოგეხსენებათ, ახლა ჩვენ გვიყვარს თაფლი და როდესაც მოვიპოვეთ პარალელურად აი იმ ფიჭის იმ ნაწილს, რომელშიც მატლებია, უნდა დაუტოვოთ. აბა, ეგრე სად არის? თუ თანაცხოვრება უნდა იყოს. მე ამ თემის უსასრულოდ გაგრძელება შემიძლია, მაგრამ აქ უნდა შევწყვიტო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოგვივა წინ, ძალიან საინტერესო ისტორიები გვაქვს კიდევ მოსაყოლი. მე უკვე გითხარით, რომ ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში, როგორც სტუმრები კი არა, როგორც სრულფასოვანი თანამცხოვრებები არიან. ისინი გვეხმარებიან ჩვენ საკვების მონელებაში, მაგრამ რა
პლუს იღებენ ისინი ჩვენგან. პირველ რიგში ის რომ ტემპერატურა რომელშიც ისინი ბინადრობენ, ჩვენი სხეულის ტემპერატურა, ანუ 37 გრადუსი, ეს არის მათთვის იდეალური გასამრავლებელი ტემპერატურა და აი როდესაც მათი გამრავლება სჭირდებათ, ხოლმე სწორედ 37 გრადუსზე აყენებენ თერმოსტატს და შემდეგ მიაქვთ ზედაწვეთებენ ბაქტერიულ კულტურას და აი ამ ტემპერატურაზე ყველაზე სწრაფად, ყველაზე კომფორტულად იზრდებიან ეს ბაქტერიები. მუდმივად აქვთ საკვები, ნაირ-ნაირი საკვები, რომელსაც ჩვენ ზემოდან ვაწვდით ხოლმე. და აქედან გამომდინარე ბაქტერიები ჩვენ გვიხდიან მადლობას იმით, რომ ინელებენ ისეთ მოუნელებელ ჩვენი კუჭის ვენისთვის მოუნელებელ საკვებს, როგორც არის მაგალითად ცელულოზა, როგორც არის სხვადასხვა ბოჭკოები, რომლებსაც შეიცავენ წვანილი შეიცავს, ხილი შეიცავს, ბოსტნეული და ასე შემდეგ. და პარალელურად ბაქტერიები და ის ბაქტერიები, რომლებსაც მე ახლა ვსვამ, წარმოქმნიან ისეთ ვიტამინებს, რომლებსაც ჩვენ ვერ წარმოქმნით. არ გვაქვს ჩვენ ამის უნარი. ეს არის K ვიტამინი, რომელიც სისხლის შედედებისთვის არის აუცილებელი და ეს არის ჩვენი ნერვული სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინების ჯგუფი, B ვიტამინები, B12, B6, B2 და ასე შემდეგ. ამიტომ არის ისე ვიმეორებ, რომ ჩვენს ორგანიზმში ეს ცოცხალი ორგანიზმები აუცილებლად უნდა იყონ და უნდა იყონ იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა. ბუნებაში არსებობს თანაცხოვრების კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც ეწოდება კომენსალიზმი და ეს სიტყვა ლათინურია და აღნიშნავს ერთ მაგიდასთან რამდენიმე ადამიანის ჯდომას. თლათ ასეც არ არის, ახლა რომ ნახოთ ჩვენ კომენსალები, ეს არ არიან თლათ შენი მაგიდის თანასწორი წევრები. მაგალითად, იგივე ვეშაპებს ან ზვიგენებს, ანუ ზღვის ოკეანის კუებს თუ შევხედავთ, ძალიან ხშირად მათ მუცელზე აკრული აქვთ ხოლმე უცნაური ფორმის თევზები, რომლებსაც თავის ზედა ფორმაზე განვითარებული აქვთ მისაწოვრები. აი დაახლოებით ესეთ მისაწოვრები ჩვენ რომ აბაზანაში რაღაცებს ვაწებებთ ხოლმე, ხო? პირსახოცის დასაკიდებელს ან სასაფნეებს აქვთ ხოლმე ეს. მიაჭერდა. აი ზუსტად ანალოგიური, ანუ უარყოფითი წნევა იქმნება და აი ამ უარყოფითი წნევის საშუალებით ისინი მიედებიან, თქვათ, ვეშაპის მუცელს ან ზვიგენის მუცელს და მიეკრობიან მას. თან ერთად გადაადგილდებიან ეს თევზებიც და პარალელურად სხვადასხვა როდესაც თქვათ ვეშაპი ან იგივე ზვიგენი რაღაცა შეჭამს ან კუ, ის ნაგლეჯები, საჭმლის ნაგლეჯები, რომლებიც მათ პირიდან უცვივად, თევზებიც ამით იკვებებიან. როგორც წესი ზვიგენები და ეს განსაკუთრებით ხა ბაკანზეა მიკრული, საერთოდ ვერ გრძნობენ ამ თევზების არსებობას. ასეთი მეგობრობა პრინციპში არც ერთისთვის არ არის არც ზიანის მომტანი და არც სარგებლის მომტანი. არის კიდევ ერთი ჯგუფი ძალიან საინტერესო მიკროსკოპული ორგანიზმები არიან, ეგრეთ წოდებული ცრუმორიელები. მორიელს რატო ეძახიან, იმიტომ რომ წინა თათებზე მარწუხები აქვს ისევე როგორც მორიელებს, თორე დანარჩენი აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა მორიელებთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ ისინი ძობობასნაირები არიან. მარწუხებით ისინი გაიჭიდებიან თქვათ კრაზანას ფეხს, კრაზანასთან ერთად მიფრინავენ. კრაზანა მოგესწრება შეიძლება 20 კილომეტრი გაიფრინოს. როგორც თვითფრინავს ისე იყენებენ რა ფაქტიურად. ახლა კი გადავიდეთ მისტიკაზე, გადავიდეთ საშინელებათა ფილმების სიუჟეტებზე და ისეთი ამბები უნდა მოგიყვეთ, რომ შეიძლება დღესღამე არ დაგეძინოთ. და დავიწყებ მე ამ ამბების მოყოლას ერთი ძალიან საინტერესო ცოცხალი არსებით, რომელიც ხათ პარაზიტიც არ არის და რომელიც ჩვენს ორგანიზმზე სახლდება იმავე წამს, როგორც კი დედა ჩვენ გვაკოცებს. პირველ კოცნას, როდესაც ვიღებთ დედისგან. ეს გახლავთ ეს ეგრეთ წოდებული დემოდექსი, ცხოველი, რომელიც კიპების ნათესავია, მას აქვს წაგრძელებული სხეული, აქვს რვაფეხი და აქვს პატარა ყბები. მიკროსკოპული ცხოველია, რა თქმა უნდა. ჩვენ სხეულზე ორი სახეობის დემოდექსი ბინადრობს. ეს არის დემოდექს ფოლიკოლურუმი, ანუ რომელიც ფოლიკულებში ცხოვრობს, ანუ ჩვენი კანის აი ამ ნასვრეტებში და მეორე არის დემოდექს ბრევისი. ბრევისი, რომელიც ბალნის ბოლქვებში ცხოვრობს. ერთ წარმოგიდგენთ რა ზომის უნდა იყონ ეს ცოცხალი ორგანიზმები, რომ აი ბალანი სადაც ამოდის, აი იმ ფორაში
ცხოვრობდნენ. დემოდექსები თავით არიან ჩაკიდებული ამ ჩვენს ფორებში და იკვებებიან ზედმეტი ცხიმებით, რომელსაც ჩვენი კანი გამოყოფს. ღამღამობით ისინი ამოდიან სხეულის ზედაპირზე, კარგია ხო? და იწყებენ შეწყვილებას. როგორ ხდებიან, რომ დაღამდა მათ როგორც ნებისმიერ კარგად ჩამოყალიბებულ პარაზიტს, არ აქვთ არც მხედველობა, არც სხვა გზნობათა ორგანოები, ისინი უბრალოდ გემოვნებით ხვდებიან, რომ ჩვენმა ორგანიზმმა მელატონინის გამომუშავება დაიწყო და მელატონინი მოგეხსენებათ, ეს არის ფერმენტი, რომელიც მაშინ გამოიყოფა, როდესაც ჩვენ ძილისთვის ვემზადებით, ან უკვე გვძინავს. და მელატონინი განსაზღვრავს ზუსტად ჩვენი ძილის ხარისხს. საკმარისია მან იგრძნოს, რომ ჩვენს ორგანიზმში მოიმატა მელატონინმა, იგი ამოძრება კანის ზედაპირზე და დედრი ეძებს მამს, მამრი ეძებს დედრს, დიდი ბევრი სიარული მათ არ ჭირდებათ, დაახლოებით 1 სანტიმეტრს გადიან საათში, საკმაოდ სწრაფები არიან, მაგრამ ამ 1 საათის თუ 2 საათის განმავლობაში ისინი პოულობენ ერთმანეთს. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად თავდება, დებენ კვერცხს, კვერცხებიდან იჩეკებიან ახალი დემოდექსები და ჩვენს ახალ ფორებს ავსებენ. ამ საშინელებების შემდეგ მინდა დაგამშვიდოთ, რომ როგორც წესი ეს ცხოველები ცუც არაფერს იწვევენ. ცუც არაფერს იწვევენ მანამ, სანამ ჩვენი იმუნური სისტემა არის ფორმაში. საკმარისია ძლიერი სტრესის, ძლიერი დაავადებების შემდეგად ჩვენი იმუნური სისტემა დასუსტდეს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ის მათ შეიძლება ვთქვათ, აი ესეთი თანაცხოვრებიდან უცებ დაიწყონ პარაზიტობა და გვინდა არ გვინდა ჩვენ ამ ცოცხალ ორგანიზმებთან ერთად დაბადებიდან ბოლო დღემდე გვიწევს ცხოვრება. სხვადასხვა დაახლოებით ანალოგიურად იქცევიან პატარა ზომის ჩიტები, რომლებიც აფრიკაში ბინადრობენ ჟირაფების, დიდი ზომის კამეჩების, ჰიპოპოტამების და ზოგადად დიდი ცხოველების კანზე სხდებიან და ისინი ათავისუფლებენ ამ კანს უამრავი პარაზიტისგან, რომელიც ამ ცხოველებს აწუხებს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცა გადაუტრიალდება თავში და ამ ნისკარტით იწყებენ ამ ცხოველების კანის გახვრეტას და სიცხლით კვებას ან ხორცის ნაგლიჯებს აძრობენ, რომ მრავალი ასატანია, ხო? აი ამათაც რაღაცა დემოდექსები უცებ რაღაცა გადაუტრიალდებათ და ჩვეულებრივი კომენსალებისგან და პირიქით სიმბიოტებისგანაც კი, ანუ სიმბიოზია, როდესაც შენ რაღაცა ცხოველი მოდის და ტილებს და რწყილებს გაცლის, ხო? ნუ მადლობის მეტი რა გეთქმის, მაგრამ ეხა იმ რწყილებთან ერთად ჩანისკარტებას თუ დაგიწყო და თმების და კანის ამოგლეჯვა, მავნებლობასთან გვაქვს საქმე, რომელიც უფრო პარაზიტიზმისკენ მიდის, ვიდრე თქვათ კეთილი ურთიერთობებისკენ. ახლა უახლოვდებით ჩვენი თხრობის ალბათ ყველაზე საინტერესო დრამატულ ყურადსაღებ ნაწილს. ჩემი ერთ-ერთი მაყურებელი კომენტარში ძალიან საინტერესო რაღაცას წერდა, თვითონ კი მითხრა ხუმრობ, მაგრამ ეს ამ ხუმრობაში ძალიან დიდი ჭეშმარიტების ნაწილი იდო და ახლა ვიყენებ მე მას, დიდი მადლობა თქვენ ამ კომენტარისთვის. მან თქვა, რომ ზოგიერთ თქვენს ვიდეოს უნდა დავურთოთ, რომ ან თქვათ მასთან ერთად ლუდის მიღება სჯობს, თქვათ თუ მწვადის ჭამა თუ ასე შემდეგ, ან საერთოდ არ ვჭამოთ ამ ვიდეოს ყურებისას არაფერი. აი სწორედ ახლა ვიწყებ ისეთ თემას, როდესაც მე არ გირჩევთ არა თუ ჭამას, არამედ ყავის დალევასაც კი. მაშასე, პარაზიტიზმი ისე ვიმეორებ მოვლენა ბიოლოგიაში, როდესაც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს მეორის ხარჯზე და აყენებს მას ზიანს. მე გირჩევთ ნახოთ სამხრეთ კორეული გენიალური ფილმი, მე ალბათ ერთ სამჯერ მაქვს ნანახი, რომელსაც ასე ქვია პარაზიტები და რომელმაც ოსკარი მიიღო რამდენიმე წლის წინ. აი იქ ნახავთ ადამიანი როგორ შეიძლება იყოს პარაზიტი, თუმცა ასეთებს ჩვენს ძალიან ხშირად ვხედავთ ტელევიზორშიც, ტელევიზორიდანაც ვიცნობთ ასეთებს და ზოგადად ზოგიერთი ჩვენი ცხოვრების წესს და ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, იმასაც კი ვკარნახობს სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენ ახლა დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმ პარაზიტებზე, რომლების ბუნებაში უკვე მილიონობით წლებია არიან, რომლებმაც გამოიმუშავეს საოცარი სხვადასხვა მეთოდები, რომ დაიპყრონ სხვა ცოცხალი ორგანიზმის ორგანიზმი და მაქსიმალური თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ზარალი მიაყენონ მათ.
ზოგადად თუ ასეთი ამ საკითხით დაინტერესდებით, ეს საკითხი იმდენად დიდია, იმდენად გიგანტურია, იმდენ ფაქტებს მოიცავს, რომ მე რა თქმა უნდა იქედან 0.00 რაღაცას მოგიყვებით იმ პროცენტს, იმიტომ რომ დედამიწაზე არსებული ცხოველების ალბათ ნახევარზე მეტი გახლავთ პარაზიტები. ამ პარაზიტების შესახებ თუ გინდათ დაწვრილებითი და ძალიან საინტერესო მართლა ტრილერული ისტორიების წაკითხვა, მე მინდა გირჩიოთ კარლ ციმერის ამერიკელი ბიოლოგი გახლავთ იგი, ვირუსოლოგი, ბაქტერიოლოგი, მისი წიგნი ვირუსი მსოფლიოს მბრძანებელი და ზოგადად მას კიდევ 3-4 წიგნი აქვს ძალიან საინტერესო დაწერილი და თუ იშოვით ამ წიგნებს აუცილებლად წაიკითხეთ. რატომ დაისმება ხა კითხვა ალბათ რატომ პარაზიტები, რატომ ავირჩიე ეს თემა და რა ვთქვა რაღაც ლამაზი ყვავილები და პეპლები, იმიტომ რომ პარაზიტები მუდმივად არიან ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენზე ცხოვრობენ, ისინი ჩვენში ცხოვრობენ, ისინი ზიანს გვაყენებენ, ისინი არიან ორგანიზმები, რომელთა ბიოლოგია ჩვენ უნდა ვიცოდეთ თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად, რომ რაც შეიძლება ადვილად დავიცვათ თავი მათი შემოტევისგან, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივიღოთ მათგან და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავცეთ ჩვენ თვითონ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ცოცხალ ორგანიზმებს არ იცნობენ. აი ნახეთ ხო, თქვა დღეს ჩემი ვიდეო, თქვენ შეგიძლიათ უკვე სხვებს თუ არ ეტყვით რომ ეს ვიდეო ნახეო, უთხრათ რომ აი ესეთი ამბავი გავიგე. უნივერსიტეტში სადღაც მეორე კურსიდან ჩვენ დაგვეწყო პარაზიტოლოგიის კურსი და მას კითხულობდა ძალიან კარგი ადამიანი, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, იმდროინდელი პროფესორი, აკადემიკოსი ბორის ყურაშვილი. ეს 2 მეტრიანი კაცი იყო, ძალიან სიმპათიური, ძალიან ახოვანი და ესეთი კარგი ხმა ჰქონდა და გვიკითხავდა პარაზიტოლოგიას და მაშინ მივხვდი რომ ეს მართლაც ძალიან საინტერესო საგანია, რომელიც ადამიანმა ჩვეულებრივმა ადამიანმა ან ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რაღაც ბროშურების სახით მაინც უნდა გამოდიოდეს, იმიტომ რომ ამ ცოცხალი ორგანიზმებიდან თავის დაცვა აუცილებელია. არა და ისინი ყველგან არიან, როგორც გითხარით. პარაზიტები, გარდა იმისა, რომ გურმანები არიან, ისინი ერთ გარკვეულ რაღაც ცოცხალ ორგანიზმზე ბინადრობენ, პარალელურად ისინი როგორც წესი ამ სიამოვნებას იგრძელებენ ხოლმე და ეგრევე არ კლავენ იმ ორგანიზმს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. როგორც გითხარით, ასეთებს ან შუამავალი მასპინძლები ეწოდებათ, ან ძირითადი მასპინძლები, ან ძირითადი ის არის, სადაც მათი გამრავლება ხდება. საინტერესო ფაქტები ამოვკრიფე და ჯერჯერობით ამას მოგაწვდით, ისე ვიმეორებ, თუ თქვენ დაგაინტერესებთ ამ თემის გაგრძელება, თუ ძალიან გული არ გაგისხდათ ვიდეოს ბოლომდე ნახვისას, მე გავაგრძელებ ამ თემას და კვლავ ძალიან საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ პარაზიტების ცხოვრებიდან. და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი პარაზიტებისა არის ეგრეთ წოდებული კასტრატორები. როგორც სახელი მიუნიშნებს, რას ჩადიან, ისინი კასტრირებას უკეთებენ მამრებს, მამრ ცხოველებს. ჩვენ ახლა ვნახავთ ძალიან საინტერესო ტიპს ერთს, რომელიც ასეთი კასტრატორია. ეს გახლავთ სეკულინა. სეკულინა, რომელიც თითქოს სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული დედამიწაზე. ეს მართლაც საოცარი არსება, რომლის ცხოვრების ციკლი რო შეისწავლეს, საგონებელში ჩავარდნენ მეცნიერები, ბიოლოგები, იმიტომ რომ ეს საკულინა აღმოჩნდა ჩვეულებრივი პატარა კიბოსნაირი, რომელიც სხვა კიბოსნაირებზე პარაზიტირებს. როდესაც იგი კვერცხიდან იჩეკება, იგი წყალში დაცურავს და ამ სტადიას ქვია ნაუპლიუსის სტადია. ეს გახლავთ ძალიან პატარა მიკროსკოპული ზომის კიბოსნაირი, რომელიც პირველი ეტაპი არის ამ ცხოველის განვითარების. საკულინას ნაუპლიუსი ძალიან საინტერესო ტიპია. მას აქვს ესეთი საცეცები, აქვს კარგად განვითარებული მხედველობა, მიუხედავად იმისა, რომ აირ წყლის ზომისაა დაახლოებით. იგი ეძებს კიბორჩხალას და პოულობს დიდი ზომის კიბორჩხალას, დაახლოებით ესეც, რომ სანაპიროს კიბორჩხალებს ეძახიან, ალბათ ყველას ყავთ ნანახი მდინარეებში, საქართველოს მდინარეებში ან იგივე შავ ზღვაში. მოგეხსენებათ, რომ კიბორჩხალა დაფარული არის საკმაოდ მყარი ჯავშნით. ხელს თუ დაადებთ, იგი როგორც თქვა, ისეთია, კალცინირებული, კარგი ჯავშანია, მაგრამ
რომ ისევე როგორც ყველა ფეხსახსრიანებს, ანუ მწერებსაც და კიბოსნაირებსაც, აი ამ სახსრებში აქვთ რბილი ადგილები. ანუ ხო უნდა მოიხაროს, ეხლა მთლიანად კალცინირებული თუ იქნა არ მოიხრება, ხო? აი ამ სახსრებში სირბილეები აქვთ, ანუ თითქოს გახსნილია ეს ჯავშანიო. აი ესე როგორც ვთქვათ, შუა საუკუნეების რაინდებს რო ქონდათ, ხო, რკინის ჯავშანში ჩა, მაგრამ სახსრებში ისინი ადვილად შეიძლებოდა იქ ვთქვათ ის არის მოხვედროდა. დაახლოებით ანალოგიური რამ არის აქაც. ნაუპლიუსი ჯდება აი ამ სახსართან და ამ დროს იწყება საოცარი რამ, იგი იწყებს დეგრადირებას. აი კლასიკური ამ სიტყვის მნიშვნელობით იგი კარგავს თვალებს, საცეცებს, პირის ღრუს, ყველაფერს კარგავს, შინაგან ორგანოებს და გარდაიქმნება რაღაც უსახურ მასად უჯრედების გროვისა. მაგრამ ეს გროვა მის თავის ირგვლივ კალცისგან, კალციუმისგან, წყალში არსებული კალციუმისგან იშენებს ნემსისებურ ბუდეს. ეს ყველაფერი მიკროსკოპის დონეზე ხდება. და ეს ნემსი თავისი ბასრი პირით ერჭობა აი ამ სახსარში და აი ეს უჯრედების გროვა, როგორც შპრიცი, ისე შედის კიბორჩხალას ორგანიზმში. ეს უჯრედების გროვა მოგზაურობს სისხლთან ერთად, სადმე შეჩერდება და მისგან წარმოიქმნება ახალი უჯრედები, რომლებიც როგორც ფესვები, აი ფესვთა სისტემა რო წარმოიდგინოთ. აი ესეთნაირად იზრდებიან, ედებიან მთლიანად კიბორჩხალას სხეულს და იპყრობენ მას. მაგრამ არკლავენ პირიქით მისგან იღებენ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს და ეს საკვები ნივთიერებები რომ დიდი რაოდენობით მიეწოდოს მათ და სექსუალურ თამაშებზე არ დაიხარჯოს ენერგიის დიდი ნაწილი კიბორჩხალებისა, ისინი აკეთებენ მათ კასტრაციას, ანუ მდედრებს ქრობენ საკვერცხეებს, მამრებს, სათესლეებს. ანუ ფაქტიურად მათ სტერილიზაციას უკეთებენ. მაგრამ უდგება თუ არა საკულინას გამრავლების პერიოდი, მისი ერთ-ერთი საცეცი მიდის კიბორჩხალას მუცლის ქვედა ნაწილში. ძალიან საინტერესო მომენტია კიბორჩხალას თვითონ მამრ კიბორჩხალას აქვს ძალიან პატარა კუდი, რომლითაც იგი მუცელს ფარავს. ესეთი ვიწრო კუდი აქვს და ამ კუდის ქვემოთ მოთავსებული არის საკოპულაციო ორგანო, ანუ პენისი. მდედრებს უფრო სქელი აქვთ ეს ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ მდედრი ქვირით სწორედ კუდის ქვეშ ინახავს. და აქ იწყება საოცრება. საკულინა იმდენად ცვლის ჰორმონალურ ფონს მამრისას, რომ მასაც აი ეს წვრილი კუდი გადაექცევა, ფართოვდება და ისეთივე ხდება, როგორც მდედრისაა. საკულინა გამოდის ერთ-ერთ საცეცს გამოყოფს აი ამ კუდში და მასზე ივითარებს კვერცხებს. და აი ეს კვერცხების გროვა თავსდება მამრის ან მდედრი კიბორჩხალას კუდის ქვეშ. თავსდება ისე თითქოს ეს ქვირითი მისი იყოს და ასევე მდედრის და მამრიც არ აქვს მნიშვნელობა ამ ქვირითს ისეულიან როგორც საკუთარს. ანუ საკულინა ცვლის კიბორჩხალას ქცევას. ფაქტიურად ზომბად აქცევს, ანუ აქცევს ორგანიზმად, რომელიც არის მისი შვილების მატარებელი და მისი შვილებისთვის გადია, რომელსაც სხვა არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ პარაზიტის შვილები დაიცვას. ეს ძალიან საინტერესო ქცევა არის და საკულინებით დაავადებულ კიბორჩხალებს ძალიან ხშირად ხვდებიან ხოლმე, მაგალითად იგივე სიცილიაზე, სამხრეთ იტალიაში განსაკუთრებით, იქ სადაც ამ კიბორჩხალებს მოიპოვებენ. საკულინა როგორც ბიოჰაკერი ისე იქცევა. ფაქტიურად ეს არის სხეულის გამტაცებელი, რომელიც აი გატაცებულ სხეულს აიძულებს აკეთოს ის, რაც მას სჭირდება. როდესაც მე პარაზიტებზე ვკითხულობ ხოლმე, ყოველთვის გაოცებული ვრჩები, რაში სჭირდება ბუნებას, რაში დასჭირდა ევოლუციას, რომ ასეთი დახვეწილი, ჩახლართული და ჩახვეული მეთოდები გამოიგონოს გასამრავლებლად. დაეყარა პირდაპირ ეს ქვირითი და მორჩებოდა ხო საქმე. არა, მაინც რაღაცა იყო ეთყობა საჭირო იმისათვის, რომ ასე მოქცეულიყო ეს პრიმიტიული კიბორჩხალა, ასე გამოეყენებინა სხვისი ორგანიზმი თავის სასარგებლოდ. მე პარაზიტებს როდესაც ვამბობ, მე არ გულისხმობ ბაქტერიებს. მე გულისხმობ აი ესეთი ტიპის პარაზიტებს, ერთუჯრედიან ორგანიზმებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ, მაგალითად მალარიის პლაზმოდიუმი, რომელიც კოღოებს გადააქვთ. ძალიან საინტერესოა ტოქსოპლაზმაზე მე ცალკე ვიდეო შეიძლება გავაკეთო, ამიტომ დღეს აქ არ ვისაუბრებ. ერთს გეტყვით, რომ
ეს პარაზიტი ჩვენს ორგანიზმში ხდება კატებისგან. არსებობენ პარაზიტები, რომლებიც სხვადასხვა ვექტორების საშუალებით ხდებიან ჩვენს ორგანიზმში. ეს ვექტორები არიან ძირითადად სისხლის წოველი მწერები, როგორც უკვე ვახსენე მე, კოღო, რომელსაც გადააქვს მალარია, ლეიშმანიოზი და უამრავი სხვა რამ და ძალიან ხშირად ეს ერთუჯრედიანი ცხოველები იმდენად რთული მოსაცილებელია ორგანიზმიდან, რომ მათი მოცილებისას ჩვენი ორგანიზმიც ავადდება. ისაც დაავადებული კიდევ უარესად. რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ ბაქტერიებს ავიღებთ, ბაქტერია სრულიად განსხვავებულია ჩვენგან, აბსოლუტურად სხვა ჯგუფში არის, სხვა სამეფოშია იგი და ის ანტიბიოტიკები, რომლებიც ბაქტერიებზე ძალიან დადებითად, უარყოფითად უბრალოდ მათზე უარყოფითად და ჩვენ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, ამათ ჩვენ ვერ ვიყენებთ ასეთ ერთუჯრედიან ცხოველებთან საბრძოლველად. მათ მოსაკლავად საჭირო არის დაახლოებით ისეთივე შხამები, რომლებიც კლავს ცხოველებს და მათ შორის ადამიანსაც. და ამიტომ ფაქტიურად, როდესაც ჩვენ ლეიშმანიოს, მალარიას და ასე შემდეგ ვებრძვით ჩვენს ორგანიზმში, ჩვენ ქიმიოთერაპიას ვიტარებთ. ანუ ისეთ ძლიერ ქიმიურ მომწავლელ ნივთიერებებს ვიღებთ, რომ ცხოველებიც ცოცხალი ორგანიზმები უბრალოდ მკვდებიან და იღუპებიან და მათ შორის ჩვენი ჯანმრთელი უჯრედებიც, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყოველთვის აი ასეთი დაავადებების მიმართ და ყოველთვის უნდა დავიცვათ თავი განსაკუთრებით, როდესაც ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობთ და ასეთი უკვე ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ის აცრები, რომლებიც კეთდება, აუცილებლად უნდა გაიკეთო, ჯერ ერთი იმ აცრების გარეშე არავინ არ შეგიშვებთ ასეთ ქვეყნებში და მეორე ეს არის ერთადერთი დაცვა ძალიან ბევრი რამისგან და აი ესეთი მალარიები და ის კიდე, ცალკე საკითხია. მე ერთი ძალიან საინტერესო ასეთი პარაზიტის, კრუზის ტრიპანოსომის შესახებ მინდა გიამბობთ, არა ტომ კრუზი არაფერ შუაშია, ეს ერთ მეცნიერი იყო, რომელმაც აღმოაჩინა მსგავსი ტიპის ტრიპანოსომები და იგი ასნებოვნებს ადამიანებს სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში. მოგეხსენებათ, ტროპიკულ სარტყელში ზოგადად ძალიან სწრაფად ბნელდება და სწორედ ამ დროს გამოდიან ძალიან პატარა ზომის ეგრეთ წოდებული ტრიატომული ტკიპები, რომლებიც მატარებლები არიან ამ ტრიპანოსომის. როდესაც ტკიპა ადამიანს კმენს და ძირითადად იგი პოულობს ხოლმე ძალიან ნაზ ადგილებს და ასეთი ნაზი ადგილი ჩვენ სახეზე არის ტუჩის კიდეები, კუთხეები. აქ იწყებს იგი კბენას და 5-6 იზრდება ზომაში. თვითონ ძალიან პატარაა. თითქმის მიკროსკოპულია, მაგრამ ის მიკროსკოპულიც კი ძალიან იზრდება ზომაში და პარალელურად იწყებს ექსკრემენტების, ანუ განავლის გამოყოფას. სწორედ აი ამ განავალში არის ეს ტრიპანოსომები. როდესაც ტკიპა მოცილდება, სანამ იქ არის იგი ანესთეზიურ სითხეს უშვებს და ჩვენ ვერ გვძნობთ მას, მაგრამ როგორც კი მოცილდება, ჩვენ გვეწყება ამ ადგილის ქავილი. ვიქავებთ ამ ადგილს, შეიძლება პატარა მიკრო ნაპრალები გაჩნდეს და აქტიურად ვიზილავთ ფაქტიურად აი ამ ექსკრემენტებს, ტკიპის ექსკრემენტებს სისხლში და ამ ექსკრემენტებთან ერთად შედიან ჩვენს ორგანიზმში ტრიპანოსომები. ტრიპანოსომები, რომლებიც აავლენენ ხოლმე თავიდან თავის არსებობას. ისინი 15-20 წლის განმავლობაში შეიძლება ისე ცხოვრობდნენ ჩვენს ორგანიზმში, რომ წარმოდგენაც არ გქონდეს. მაგრამ უცებ რაღაცა მომენტში მათ ეღვიძებათ მავნე ინსტინქტები, იწყებენ სხეულზე შეტევას მის სისხლზე, ამ დროს ჩვენ გვიწევს ტემპერატურა. 2-3 დღის შემდეგ სვაშუე ტრიპანოსომები კვლავ მშვიდდებიან. და თითქოს არაფერი მომხდარაო, ადამიანის ჯანმრთელობა კვლავ ნორმაში მოდის, მაგრამ ტრიპანოსომების მზაკრობაც ამაში გახლავთ. ისინი თითქოს არ ავლენენ თავს, მაგრამ ჩვენს სხვადასხვა ორგანოებში იდებენ ბინას და იწყებენ ამ ორგანოების ნერვული უჯრედების განადგურებას. ამ დროს გული და სხვა ორგანოები იზრდება ზომაში, აღწევს გიგანტურ ზომას და ისინი რაღაც ეტაპზე წყვეტენ მუშაობას. გაჩერებული გული რასაც გამოიწვევს, მოგეხსენებათ, ხო? სხვათა შორის, სანამ ამ ყველაფერს ის ჩაიდენს,
ადამიანს აქვს დეპრესიული მდგომარეობა, ამბობენ რომ დარვინს სჭირდაო, არ არის გამორიცხული რომ კრუზის ტრიპანოსომა ქონოდა მასო, როდესაც მან იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში მოგეხსენებათ გემი ბიგლის საშუალებით, არ არის გამორიცხული რომ მას იქ ეს დაავადება დამართნოდა, იმიტომ ჩემს პირად კლასიფიკაციაში ყველაზე საინტერესო და კარგად რომ დაუკვირდეთ ყველაზე საზარელი არსებები არიან ეგრეთ წოდებული პარაზიტოიდები, ანუ არაპირდაპირი პარაზიტები და თუ რატომ ამის შესახებ მე ცოტა ხანში გიამბობთ. მე ზოგადად მიყვარს ფანტასტიკური და საშინელებათა ფილმის ჟანრის ფილმები და თუ ესენი ორივე ერთად არის შერწყმული თლად გადასარევი, აი ალბათ უცხო ყველას გაქვთ ნანახი ეს ფრანშიზა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, თუმცა ჩემთვის პირველი ნაწილები განსაკუთრებით მიყვარს ისინი. აი რა ის ცხოველები, რომლებსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, სწორედ იმ უცხოსთან ძალიან ახლო კავშირში არიან. უბრალოდ ძალიან გვანან მათ. მე ზოგადად ხილი და ასეთი ბოსნეული და ეს ძალიან ცუდად ვიქცევი, მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს, დიდი მოყვარული არ ვარ და ნუ ხილიდან ხილია ხო ალბათ, ბანანი ხილია, აბა რა არის, ბოსნეული ხო არ არის. ბალახია. ბანანი ბალახია, სვაში ბალახის ნაყოფია. ამიტომ არ ვიცი რამდენად გავდის ხილში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ბანანი მიყვარს და ბანანის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც არის პატარა მოკლე ესეთი ბანანიტოები, რომლებიც აქ ჩამოდის ეკვადორიდან, ძალიან მკვეთრი ყვითელი ფერისა, ანუ ბევრი კაროტინია შიგნით და ამასინად პატარა ყუთებში იყიდება, დაბეჭდილი ყუთებია. ამასინად ვიყიდე, გავხსენი და მისგან ამ ყუთიდან ამოფრინდა ძალიან საინტერესო ესეთი არ ვიცი რამდენად ჩანს, წერი, ალბათ არ ჩანს, მაგრამ ეს გახლავთ კრაზანა. უკვე რა თქმა უნდა გარდაცვლილია, ცოცხალი იყო, აი მხელა გზა გამოიარა ეკვადორიდან ჰამბურგამდე. მაინტერესებდა რა თქმა უნდა რა სახეობა იგი და აღმოჩნდა რომ იგი არის მხედარი. ახლა მხედრებზე ცალკე მოვიყვებით. მთელ სოფლიოში არსებობს კრაზანების ჯგუფი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებსაც მხედრები ეწოდებათ და მხედარი რატომ? იმიტომ რომ იგი წერს, რომელიც მას სჭირდება გასამრავლებლად, როგორც მხედარი ისე გადააჯდება ხოლმე, როგორც კარგი კოვბოი და ნესტარის საშუალებით ამ წერის ნერვულ ბოლქვებს აზიანებს, რომელიც წერს გადააქცევს ან მის მონად, ან დამბლად აცემულ არსებად. ამის შემდეგ უკვე იწყება ძალიან საინტერესო ქმედება. მაგალითად არის ასეთი ზურმუხტისფერი კრაზანები, რომლებიც საქართველოშიც არიან, რომლებიც სხვა შორის მეც ვნახე ჩრდილოეთ გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან მწირია ბიომრავალფეროვნება, აქაც არიან გავრცელებული, რომლებიც ნადირობენ ტარაკნებს. ისინი ტარაკანას არჭობენ ზურგში ნესტარს და ტარაკანი არ დამბლავდება. იგი უბრალოდ მონამორჩილი ხდება ამ კრაზანისა. კრაზანა ჩაავლებს მას ულვაში თავის ყბებს და როგორც ძაღლი საბელით რომ მოკავთ ხოლმე, აი ესე მიყავს ნარნარად იმ ადგილად, სადაც მას სჭირდება. როგორც წესი ეს არის პატარა სორო, რომელშიც შეიყვანს ამ ტარაკანას, ზემოდან დაადებს კვერცხს და მიფრინავს ახალი ტარაკნის საძებნელად. კვერცხიდან იჩეკება მატლი, მატლი იწყებს ტარაკნის იმ ორგანოების კვებას, რომლებიც ტარაკანას ეგრევე არ მოკლავენ, იმიტომ რომ მან თუ ეხა გული შეუჭამა იმას და თავი მოაჭამა, ტარაკანა მოკვდება და სანამ ბოლომდე შეჭამს მას, ამისთვის დრო სჭირდება, ტარაკანა გაიხსნება და აღარ ივარგებს საჭმელად. შემდეგ იკეთებს ჭუპრს და იქიდან გამოიჩეკება ახალი ზურმუხტისებრი მხედარი და მიფრინავს ტარაკნების გასანადგურებლად. არ არის ცუდი მწერი. გაგეცინებათ, მაგრამ არსებობენ მხედრები, რომლებიც სხვა სახეობის მხედრების მატლებზე დებენ თავიანთ კვერცხებს. წარმოიდგინეთ, ანუ პარაზიტები არიან, ანუ დადო რაღაცა კვერცხი, თქვათ მატლზე ან ტარაკანაზე, მაგრამ მოფრინდა მეორე უფრო პატარა ზომის მხედარი და ამ კვერცხებზე, ან მატლებზე, ან ჭუპრებზე დადო უკვე თავისი კვერცხი. და აქ ესეთი პრინციპია, ხო, ეს იყო ადრე შუა საუკუნეებში დაუწერელი თუ შეიძლება დაწერილი პრინციპიც იყო, რომ ჩემი ვასალის ვასალი, ჩემი ვასალი არ არის.
ანუ აქაც ზე გამოდის, ხო? ჩემი პარაზიტი, ჩემი პარაზიტი, ანუ ჩემი მეგობარი არ არის, იმიტომ რომ ის მე არაფერში მშველის ფაქტიურად. გარდა იმისა, რომ ხედარი კვერცხებს ადებს ზემოდან, თქვათ, პეპლის მატყლს. და ამით რა თქმა უნდა სარგებლობა მოაქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მხედრები სწორედ ისეთ მატლებს ანადგურებენ, ისეთი პეპლების მატლებს ანადგურებენ, რომლებიც ანუ მავნებლები არიან. ასევე ძალიან ესეთი მზაკრული მომენტი არის ის და ცოტა ცინიკური, რომ მხედარი თავისი ქიმიური ნივთიერებებით, რომელიც მას შეყავს მატლის ორგანიზმში, აიძულებს მას მისივე მატლებისთვის, რომლებიც მალე დაჭუპრდებიან, პირიდან გამოყოფილი ნემქსელით დაფარონ, ანუ დაიცვან მხედარის მატლები. ანუ ისე ვიმეორებ, საკმაოდ ცინიკური ქმედებაა, ხო? ფაქტიურად ის შენ იცავ იმ ორგანიზმს, რომელიც შენ განადგურებს. საოცრებაა, ბუნება ზოგადად საოცრებაა. ხო, და რატომ თქვი მე თავში, რომ ეს მწერი საკმაოდ საინტერესო გამოდგა თქო. ხო, ეს გახლავთ მხედარი, რომელიც კოლუმბიაში, ეკვადორში, უკაც ალბათ კოლუმბიაში ეხლა რამ გაყო ეკვადორი, კოლუმბია, გვერდ არიან და ვენესუელაც იქვია. იქ ანადგურებს ბანანის პარაზიტ პეპლების მატლებს. ჩოქელა ყველა მიცით. შემოდგომობით ალბათ ყველას გინახავთ, ეს არის ძალიან ორიგინალური მწერი, რომ მანტის რელიგიოზა ესე ქვია მას ლათინურად, ანუ ლოცველი მანტისი, ანუ ლოცველი კალია. და მართლაც მას ეს თათები ისეთნაირად აქვს, რომ თითქოს მართლა ლოცულობსო. სხვა შორის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს ჩოქერლების, რომლებიც იმიტირებენ სხვადასხვა მცენარეების ფოთლებს, სრულიად შეუმჩნევლები ხდებიან სვერპლისთვის და დაცებლებისთვის, მაგრამ არიან ჩოქერლები, რომლებიც პირიქით ძალიან აგრესიულად გამოხატავენ თავიანთ არსებობას. ის მყავდა ხოლმე ერთი ჩოქელა ყოველთვის მყავდა, აკვა დიდ აკვარიუმში მეჯდა, რომ რა თქმა უნდა იგი რაღაცა პერიოდს მერე უკვე ზამთარში იღუპებოდა. რატომ ერთი და რატომ არა ორი? იმიტომ რომ ჩოქელები არიან კანიბალები, ისინი ორი ჩოქელა თუ ერთად მოათავსეთ, აუცილებლად ერთ-ერთი რომელიც უფრო ძლიერია მეორეს შეჭამს და მათ ძალიან საინტერესო მომენტი ახასიათებთ მდედრი სქესობრივი აქტის დროს, კოპულაციის დროს ჭამს მამრს. ანუ დედრი ცოტა უფრო დიდია და თავიდან იგი აჭამს თავს მამრს, აი ამ შეწყვილების მომენტში. და მამრი ამ დროს იმის მაგივრად რომ სადღაცა გაიქცეს ან რაღაცა ქნას, პირიქით უფრო აძლიერებს სასიყვარულო თამაშებს. მას უფრო მეტი რაოდენობით სპერმა გამოეყოფა და რა ევოლუციური დატვირთვა აქვს ახლა ამ ფაქტს? აქვს. ლოგიკურად თუ დაუკვირდებით, აქვს, იმიტომ რომ ჩოქელას მდედრს კვერცხების გასავითარებლად ჭირდება დიდი რაოდენობით კალორიები, საკვები ნივთიერებები. უკვე გვიანი შემოდგომა ზამთრისპირია, ამ დროს მწერების, ანუ მათი ძირითადი საკვების მონადირება საკმაოდ რთულია და აღარ არის კაცი, რომელიც უკვე შეასრულა ან პირიქით მე რომ ამის ჭამას დავიწყებ, უფრო კარგად შეასრულებს თავის მოვალეობებს, ამიტომ ჯობს რომ აღარ შევჭამ ამას და თავის შვილებსაც გამოადგება, მამა გენაცვალოთ იქნება, შორს წასვლაც არ არის საჭირო. ევოლუციად გამართლებულია, კიდე მოგალი. რაც არ უნდა ვთქვათ მამაკაცებმა. ჩოქელების კვერცხების გროვა ალბათ ყველას გინახავთ, როდესაც მცენარეების ფოთლები გაცვიოთ, იმ ტოტებზე ხშირად არის ხოლმე აი ესეთი წარმონაქმნები. ეს დაახლოებით ისეთივე აგებულების არის აი ეს გროვა, როგორიც პენოპლასტია, ანუ მასში ჰაერის ბუშტუკებია ძალიან ბევრი, ამიტომ ისინი -80 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებენ. აი ეს კვერცხები, რომლებიც აი ამ გროვაში არის, აი ამ მასაში არის ჩადებული. და თუ ასეთ ტოტსახში მიიტანთ, თქვენ ადრე გაზაფხულზე აღმოაჩენთ, რომ უცებ თქვენი სახლი პატარ-პატარა, აი ძალიან პატარა ზომის ჩოქელებით გაივსო. მე ეს რამდენიმეჯერ დამმართნია, ნუ არაფერი ამაში საშიში არ არის, ჩოქელა ჩვეულებრივი ძალიან სასარგებლო მწერია, რომელიც დიდი რაოდენობით ბუზებს ანადგურებს სხვათა შორის. საკმარისია ჩოქელამ კვერცხი დადოს და მათი 80% ასე იქცევა, იგი იწყებს წყლის ძებნას მას. თვითონ არ აკეთებს, მას აკეთებინებენ ამას და მას აკეთებინებს ეგრეთ წოდებული ბეწურა, რომელიც აიძულებს არა მხოლოდ ჩოქელას, აქ ჭრიჭინობელებიც, კალიებსაც, კალიების პარაზიტიც არის ეს მრგვალიჭია, გონებას ურევს აი ამ მწერებს და ისინიც წყალში იხჩობენ თავს.
რატომ წყალში? იმიტომ რომ ბეწურები სწორედ აქ იწყებენ ერთმანეთის ზებნას და რამდენიმე თქვა კალია, რამდენიმე ჩოქელა თუ ჩახდება ასე წყალში, ბეწურები გამოდიან მათი ორგანიზმიდან და გული გაგისკდებათ, რომ ნახოთ რამ სიგრძეები არიან ისინი და ალბათ გინახავთ კიდეც ბევრს. ასეთი წვრილი, საკმაოდ მყარი, მავთულისებური ფორმა. ისინი შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან, ეხლართებიან ერთმანეთში ისეთნაირად, რომ შეიძლება ვეღარც გახსნა ეს კვანძი და სწორედ ამ დროს ხდება კოპულაცია მათი, ანუ გამრავლება, მდედრები და მამრები ერთმანეთს ხვდებიან და აქვთ დიდი აჟიოტაჟი. ყრიან შემდეგ კვერცხებს, ამ კვერცხებიდან იჩეკება ლარვები, ეს ლარვები გამოირიყება უკვე ნაპირზე ხვდება ფოთლებზე, ფოთლებს შეჭამს თქვა კალია და მის ორგანიზმში განვითარდება ეს ბეწურა, მაგრამ როგორ ხვდება ჩოქელაში? ჩოქელაში ხვდება კალიიდან, კალიას თუ შეჭამს ჩოქელა, მის ორგანიზმში გადაინაცვლებს ეს პარაზიტი. სხვა შორის პარაზიტი ძალიან ჭკვიანურად იქცევა. მანამდე არ აიძულებს თვითმკვლელობას ჩოქელას, სანამ იგი კვერცხებს არ დადებს. რატომ? იმიტომ რომ მის მომავალ თაობას ხო ჭირდება გასამრავლებელი მასპინძელი. მასპინძელს უნდა ვაცალოთ გამრავლება, იმიტომ რომ ჩემშვილებს დაჭირდება იგი. აი ესეთნაირად არის აწყობილი ყველაფერი, როგორც კარგი ლეგოს სათამაშოსავით, აი ასე ეწყობა ერთი ზედმეტი არაფერი არ ხდება ბუნებაში. სხვათა შორის ბეწურას მდედრი, აი ეს წვრილი მავთული მილიონობით კვერცხს ყრის. ესეც ერთ-ერთი შეგუება, ანუ აუცილებლად რომ ამ მილიონიდან ერთი მაინც ხომ მოხდება იმ მასპინძლის ორგანიზმში, სადაც უკვე ახალი ბეწურა წარმოიქმნება. შისტოზომა ძალიან საინტერესო სახელი აქვს ამ ჭიას, რომელიც ჭიების სამყაროში ტრადიციული ფასეულობების დამცველ, აი ნამდვილ დარაჯად გვევლინება. საქმე იმაშია, რომ მრგვალი ჭიების და ზოგადად პარაზიტული ჭიების დიდი უმრავლესობა გახლავთ ჰერმოფროდიტი. ანუ მათ აქვთ როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სასქესო ორგანოები, სასქესო უჯრედები და ისინი ან შიგნითვე მრავლდებიან თავისივე ორგანიზმში, ან ერთი ასრულებს მდედრის მოვალეობას მეორე მამრის შეწყვილებისას და პირიქით შეიძლება მათ სქესი იცვალონ, ერთი გახდეს მამრი, მეორე მდედრი და ასევე შეწყვილდნენ. შისტოზომა ასე არ იქცევა. ისევ ვიმეორებ, იგი მორალის სადარაჯოზე დგას და იგი პოულობს, მამრი შისტოზომა პოულობს მდედრს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სქესობრივად მომწიფებული, მას შემოეხვევა და მასთან ერთად იწყებს მოძრაობას. გამოზრდის მდედრს, მიიყვანს სქესობრივად მომწიფებულ ასაკამდე, შემდეგ შეწყვილდება მასთან და უჩნდებათ შვილები და ცხოვრობენ ბედნიერად. ბედნიერად ცხოვრობენ 40 წლის განმავლობაში და უფრო მეტი ხნისას. ეს მეცნიერებმა დაადგინეს და მეცნიერებმა ასევე დაადგინეს ძალიან საინტერესო მოვლენა, რომ არა მხოლოდ ორიენტაციის მხრივ არიან შისტოზომები მისაბაძი ოჯახის შვილები, არამედ იმითაც, რომ მამრის შისტოზომას მხოლოდ ერთი ცოლი ყავს და ამ 40 წლის განმავლობაში როგორც თვალის ჩინს ისე უფრთხილდება. სხვა შორის აღწერილი არის მომენტები, როდესაც შისტოზომას ორი მდედრი ყავდა, მაგრამ შვილებს მხოლოდ ერთთან იმ გამორჩეულ ცოლთან აჩენს, ეს უბრალოდ გამონაკლის სახით ხდება ხოლმე. ეხლა ძალიან კი ვაქე და ვადიდე ეს ჭიები, როგორც მორალურად მდგრადები, მაგრამ ისინი გახლავთ ძალიან ცუდი პარაზიტები, ადამიანის პარაზიტები გახლავთ, ისინი წყალში ცხოვრობენ, დაბინძურებულ წყალთან ერთად ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში და ჭია ხრეთს ნაწლავის კედელს და მასში შეაშხაპუნებს მდედრი კვერცხებს. კვერცხები მოედებიან თელს ორგანიზმს ადამიანისას, ეჭედებიან სხვადასხვა ორგანოებში, იწვევენ ამ ორგანოების ანთებას და გამრავლება, ან კვერცხი როგორ გამოდის შემდეგ გარეთ. იგი ხდება შარდის ბუშში და შარდთან ერთად წყალში თუ ჩავაფსით, ეს კვერცხებიც მოყვება და შემდეგ უკვე ვინმე თუ დალია იქეთ, შისტოზომები უკვე გარანტირებული აქვს. მე გაგაფრთხილეთ, რომ დღევანდელი მოგზაურობა მთლად კომფორტული არ იქნება, რომ შიგადაშიგ ჩვენ შეგვხვდება ისეთი პარაზიტები, რომელთა შესახებ ჯობდა რომ არ გვცოდნოდა, მაგრამ ჯობს რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ისინი, ისე ვიმეორებ, ჩვენს ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს აყენებენ და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევენ.
და ასეთების განეკუთვნება დრაკუნკულა. აი ასეთი სახელი ქვია, რომელიც იწვევს დრაკუნკულოზს, იგივე რიშტას. ეს გახლავთ მრგვალი ჭია, პარაზიტული ჭია, რომელიც აფრიკაში ბინადრობს. აფრიკაში, სადაც კაცობრიობის აკვანი დაირწა. მას კავშირი არ აქვს არც დრაკონებთან, არც გრაფ დრაკულასთან, მაგრამ არანაკლებ შემაძრწუნებელია. 40 სანტიმეტრამდეა ეს ჭია, რომელიც 10,000-ობით კვერცხს ყრის წყალში და ამ კვერცხს ყლაპავს მიკროსკოპული კიბოსნაირები არიან ციკლოპები, მათ ერთი თვალი აქვს და ამიტომ უწოდებენ ციკლოპებს, რომლებიც ესე დახტუნავენ თითქოს წყალში, წყლის რწყილებსაც უწოდებენ მათ დაფნიებთან ერთად და სწორედ დაფნიებთან ერთად ძალიან ბევრი აკვარიუმისტი ამ ციკლოპებს იყენებს თევზების ლიფსიტების გამოსაკვებად. აი ასეთი კვერცხი გადაყლაპული ციკლოპი თუ მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, კვერცხიდან უმცირესი ზომის ჭია იჩეკება, რომელიც ნაწლავის კედლებს ხრეთს, შედის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სისხლთან ერთად ხვდება ლიმფურ კვანძებში და 40 სანტიმეტრამდე იზრდება უწვრილესი ჭია, რომელიც აი ამ ზომას რომ მიაღწევს, იწყებს მოგზაურობას უკვე ფეხებისკენ, ფეხის ტერფისკენ. ფეხის ტერფთან იგი ქმნის პატარა ბუშტს, კანს გახვრეთს და გახვრეტილი კანიდან გამოყოფს უკანალს, საიდანაც იწყებს კვერცხების გამოყრას. ხო, ძალიან საინტერესოა, რომ შისდო ზომა თითქოს აიძულებს ადამიანს ცივ წყალში ჩაყოს ფეხი. იქ, სადაც მან კვერცხები უნდა გაფანტოს. რატო? იმიტომ რომ ფეხი ხურს და ერთადერთი საშველი, რომ თითქოს რაღაცა ეს ტკივილი დაიამო, არის ცივ წყალში ფეხის ჩაყოფა და აი სწორედ მეტი სხვაც არც უნდა ამ ჭიას, იგი იწყებს ინტენსიურად აი კვერცხების გამოყრას. ჭიის მოცილების აი 21 საუკუნეა, ხო? ვერანაირი სხვა მეთოდი ვერ მოიფიქრეს თუ არა რა. მას იღებენ ჩხირს და ეს თავი ხო აქვს ამოყოფილი. ძალიან ნაზად, ძალიან ფრთხილად ამოქაჩავენ და შემდეგ დაახვევენ აი ამ ჩხირზე და ყოველდღიურად თითო სანტიმეტრით ამოყავთ იგი ორგანიზმიდან. რატომ ასეთი სიფრთხილე? იმიტომ რომ მისი სხეული მართალია საკმაოდ მყარია, მაგრამ ასევე თუ ძალა დავატანით შეიძლება გაწყდეს და ამ დროს მისი შიგთავსი გადმოიღრება ადამიანის სისხლში. იგი კი საოცრად შხამიანია, საოცრად ტოქსიკურია და შეიძლება ადამიანი მოკლას. ასე რომ დაავადებული ადამიანი დღეების განმავლობაში სხვას არაფერს აკეთებს, თუ არა ამ დრაკონს ახვევს ამ პატარა ჩხირზე და ნელ-ნელა კვირეების განმავლობაში გამოყავს იგი ორგანიზმიდან. ისე ვიმეორებ 21 საუკუნეა, მაგრამ ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ არანაირი მეთოდი არ არსებობს. დავრჩეთ აფრიკაში და ისიც იქ დარჩეს, ვიზეც ახლა ვისაუბრებთ, ეს გახლავთ კიდევ ერთი ჭია, რომელიც ცენტრალური აფრიკის მაცხოვრებლებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. მე ვამბობდი, რომ ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს უფლება, რომ იარსებოს. მე ეს ხშირად მithქვამს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრდები ხოლმე და აი კოღოებს დიდი სიამოვნებით მოვსპობდი. ჯერ ერთ იმიტომ, რომ მე კოღოებს ნაკბენზე ძალიან ძლიერი ალერგია მაქვს და გინდა ფუტკარს უკბენია, გინდა ფუტკარს საერთოდ ვერ აგზნობ და ვერც კრაზანას და აი კოღო 3 დღე მეფხანება ხოლმე ის ადგილი და აი ტირილი მინდება ისეთი დისკომფორტის შეგრძნება მაქვს კოღოს ნაკბენზე, მაგრამ ვინ დაეძებს ფხანას, როდესაც კოღოებს გადააქვთ უამრავი დაავადება, რომლებიც ათეულობით მილიონ ადამიანს კლავენ ყოველწლიურად. და ერთ-ერთი ასეთი დაავადება გახლავთ ბანკროფტის ფულარია. ჭია ეს ფულარია. ფულარია მეგრული გვარიცაა, სხვა შორის, მაგრამ არანაირი კავშირი მეგრელებს არ გვაქვს ამ ფულარიასთან. აფრიკელია სუფთან. ეშია სისხლთან ერთად იწყებს მოგზაურობას ადამიანის ორგანიზმში, ეჭედება ლიმფურ კვანძებში და იწვევს მათ ანთებას. ამ დროს დიდი რაოდენობით ლიმფა გამოიყოფა, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, ეს ძირითადად ხდება ქვედა კიდურებში ხოლმე და სხვა შორის მამაკაცის სასქესო ორგანოებში და ეს კიდურები და სასქესო ორგანო, პენისი
იღებს გიგანტურ ზომებს, იმიტომ რომ მასში უზარმაზარი რაოდენობით არის ლიმფა დაგროვებული. საშინელის შესახედავია ეს ყველაფერი და ამ დაავადებას ელეფანტიოზი ქვია, მოგესალმებით ელეფანტ არის ინგლისურად სპილო და აქედან გამომდინარე ალბათ გაგიგიათ სპილოს დაავადება ეს. სპილოს დაავადების მკურნალობა სულ ახლა ხარ ისწავლეს, ძალიან საინტერესო მომენტი იყო ორმა ექიმმა, სრულიად დამოუკიდებლად ერთმანეთისგან, ერთმა იაპონელმა, ერთმა ამერიკელმა, სატოსი იამურამ და უილიამ კემბელმა. აი ამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ბაქტერია Streptomyces avertimilis და მას აქვს უნარი გამოყოს ნივთიერება, რომელსაც ავერმიქტინი დაარქვეს და ეს ნივთიერება მომაკვდინებლად მოქმედებს აი ელეფანტიზმის გამომწვევ ჭიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი კატასტროფულად ძვირია, აფრიკის აი იმ მოსახლეობას, სადაც ეს დაავადება არის გავრცელებული, უფასოდ აძლევენ, ასე რომ დღეს უკვე არის საშუალება, რომ ამ კატასტროფული დაავადებიდან განვიკურნოთ. მე ვთვლი, რომ აი სრულიად იდიოტურად იქცევა YouTube-ის ადმინისტრაცია, როდესაც ისინი ბლოკავენ სხვადასხვა დაავადებების აღნიშნულ და ამსახველ ფოტოებს ან ვიდეოებს. ხშირ შემთხვევაში ასეთი ვიდეოები ან იბლოკება, ან მას ეხსნება მონეტიზაცია, რაც მე სრულიად არ მაწყობს, ისედაც 2 კაპიკს წერს თითო ვიდეო და კიდევ მონეტიზაცია რომ მოიხსნას, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის არ იქნება მაინც და მაინც სასიამოვნო. ამასინათ YouTube-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გინებაზე შეემცირებინა და უფრო ლიბერალური გაეხადა, ანუ შეგიძლიათ იგინოთ უფრო მეტი ვიდრე აქამდე შეგეძლოთ და ეს რა დაშვებაა ვერ გავიგე, როდესაც მე არ მაქვს საშუალება საგანმანათლებლო კონტენტისთვის გამოვაქვეყნო ის ფოტოები ან ვიდეოები, რომლებიც მე მჭირდება და გინება იცოცხლე. YouTube-ში გინება, ხო, რა ვიცი, ბევრი გინება და სხვა შორის ბევრი გამომწერი ყავს ასეთ ავტორებს, რატო არ ვიცი. რაღაც დარღვევაა ეთქობა ესა. დღევანდელი ვიდეო ამით გასრულდა, თუმცა თემა არის ამოუწურავი, მე ალბათ ვისაუბრე 0.0001%-ზე იმ საინტერესო ამბებისა, რაც ზოგადად სიმბიოტურ ორგანიზმებს შორის ხდება, რაც პარაზიტებსა და მის მასპინძლებს და შუამავალ მასპინძლებს შორის ხდება. ეს ძალიან დიდი თემაა, ამოუწურავი თემაა, თუ თქვენ გექნებათ სურვილი, რომ მე გავაგრძელო ამ თემაზე საუბარი, დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში და მე გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, სხვა საინტერესო თემატიკებთან ერთად. ახლა კი თბილ, გემრიელ, ჯანმრთელ და საშობაო სანთლებით განათებულ საღამოებს გისურვებთ, კარგ კვირას გისურვებთ. მე ცოტა ხნით, უფრო მეტი ხნით დაგტოვებთ, ვიდრე აქამდე მშვენია, მაგრამ გვირდებით, რომ საახალწლოდ 2025 წლის ყველაზე საინტერესო მოვლენებზე მეცნიერების დარგში, რა თქმა უნდა, გესაუბრებით და პატარა პროგნოზებიც გავაკეთოთ. მე მგონი არ იქნება ურიგო. და კიდევ ვისაც არ გაქვთ ნანახი, ვისაც ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ აი ის ვიდეო, რომელიც მე ჩემს მეგობრებთან ერთად უпростоრად მათ გააკეთეს ჩემს შესახებ, როდესაც მე თბილისში ვიყავი ჩამოსული და საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ ინფორმატიული და საკმაოდ სანახაობრივადაც ძალიან ლამაზი ვიდეო გამოვიდა, ვისაც არ გაქვთ ნანახი, ისე ვიმეორებ, აუცილებლად ნახეთ. აი ამ ბმულის მიხედვით და მე ბმულს დავტოვებ ქვემოთაც. ახლა კი ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.